კობახიძეს რომ ივანიშვილმა მაინც დაუჭიროს მდინარაძე. მაგის ბედი როგორ იქნება? მინიმუმ ეს ერთი თუ ეს ხო მოკვდებაში შეგან მდინარაძე დიდი ხანია იცის რაც ელის. უკვე ძალიან მყიფეთ არის სიტუაცია შიგნით. ამან იტრიბაჩა და თქვა რომ მე ამას ჩავანაცვლებ. ეს სისტემა დაინგრა და დაიშალა ნაწილებად. ვერ აკოწიწებენ. ხო და მაგას ხო ქოთანს ეძახდი. ხო, მაგას როცა დაავალებ რაღაც ჩამოშლილი ხარ აბარაჯანდა ხარ. ესენი არიან ეს ძლიერები, როცა ეს პოლიცია და სპეცრაზმი უდგას უკან. ისეთი დაძაბულობაა, რომ შეიძლება საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც მივიდეს ამ ბანდებს შორის. და არის აი ერთ-ერთი შესაძლო საბაბი ეს შეიარაღებული დატაკების. ან პოლიციელები ამ სისტემაში დასაქმებული ხალხი არის ძალიან დემორალიზებული. მე ძმაო, ახლა კიდევ ვიღაც უცემ. სპეცრაზმელები დაიჭირეს იძახ და ეს ხარებო მე არასდროს არ გადამაგდებენ. გადააგდეს, მაგრამ არ მარტო გადააგდეს, ხო მაგის ტიპები დაიჭირეს. დედაშვილს არ გაიტან და სხვას გაიტან და ზუსტად როგორც ის იარაღი აუცილებლად გაისრო და ეს კაცით ვიღაცას აუცილებლად მოკლავდა. და როდესაც გლუვი ვეუბნებოდა გაგებით მოეკიდეთ. ანუ იცოდნენ რომ ეს მოხდებოდა. მთელი ეს ძალა რაიონული პოლიციის და ის სად არის ამ დროს დაასდევს 300-იან იმას ბილბორდებს. აი ეს გადამძღარები ამ ფულით და ყველაფრის უფლებით. და ყველაზე მეტად რაც აზიანებს ეს არის დაციანვა. არა ეს მიიკრეს ბოლომდე რომ 300 ვინ არის ამ ქვეყანაში ქოცები და ის. მოგესალმებით, თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინე, მე ეკა კვესიტაძე ვარ, უყურებთ გადაცემას აქცენტები და სანამ დავიწყებთ გივით არგამაძესთან საუბარს, მანამდე შეგახსენებთ, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ, გამოგყვებით Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე და ლაიქეთ ჩვენი პოდკასტები, დაწერეთ კომენტარები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ გზით დაგვეხმარეთ, მოკლედ. ეს უკვე არის მეოთხე ეპიზოდი გივით არგამაძესთან და მე ყოველგვარი შესავლის გარეშე დავიწყებ კითხვით. გივი, სალამი. მოგესალმებით. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მოკლედ, ჩვენ გვაქვს ახლა ბევრი ამბავი შესაჯამებელი და დავიწყოთ იმ თემით, რაზეც ვისაუბრეთ წინა გადაცემაში, ხო? შენ თქვი, რომ სისტემა ჩამოინგრა, იმიტომ რომ ლილუაშვილს ჰქონდა ძალიან კარგად აწყობილი ეს ინფრასტრუქტურა, კრიმინალური ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთის მხრივ ტიტუშკებსაც აორგანიზებდა, კოლ-ცენტრებიდან ფულის ამოღებასაც და ეს სისტემა გამართულად მუშაობდა მაშინ. ლილუაშვილის წასვლის შემდეგ, წასვლის რა, დაპატიმრების შემდეგ, რომელსაც მიაყოლეს მისი მარჯვენა თვითონ ხომ მივიდა. მისი მარჯვენა ხელი ლევან ახობაძე, მოკლედ ეს სისტემა დარჩა უპატრონო და ვიღაცას უნდა ჩაენაცვლებინა ლილუაშვილი, ასევე ეფექტურს. ჯერ ანდრე ოხანაშვილიცაძე სუსის უფროსად და ის გაქრა დინარაძესაც მოკლედ როგორც ამერე აღმოჩნდა დიდი დღე არ ქონდა ამ თანამდებობაზე და აი რა ხდება ეხა ამ დინარაძეს კიდე მომდევნო დაქვეითება რაღაცა ლილუაშვილის გზით მიდის ესე ჩანს. ვფიქრობ რა ბედნიერი არის ოხანაშვილი რომ აი ეს გზა არ აქვს გასავლელი და თავისთვის სადღაც ჩვენში მოაყუჩეს და არის ბედნიერად ხო რა ხელფას აძლევს სადღაც არის რომელიღაც მარეგულირებელში იქნება გადამანა. ამისი გზა ხო ეხა ნუ აი გუშინაც დავწერე მართლა ესეთი არომატიც კი მესმის რა აქედან, იმიტომ რომ მართლა ეს გვამი აყროლდა უკვე რა, იმიტომ რომ დიდი ხანია გვამია და ცხელათან ხო და მაგრამ დაატარებს წინ დავუკანეს კიდე საწუდაო ეს ჟელე, იმიტომ რომ მარტოა ხო, იმდენად მარტოა, მართლა არ ვამეტებ რა, ეგ ხო როდესაც დანიშნა იმ ნიშნით რომ იყო მინუსიანი რა, ანუ არათუ არ ქონდა რეიტინგი, მინუს რეიტინგი ქონდა, არა მარტო გარეთ საზოგადოებაში, შიგნით პარტიაში. და ამ ნიშნით შეერჩია, იმიტომ რომ მე ადვილად მოეხსნა რა, არ ყავდა თავის გუნდი, არაფერი არ აუტრიალდებოდა რა. და მე შემორჩა, მაგრამ შემორჩა მხოლოდ დინარაძის ამარა რა. და ეხა ეს დინარაძე რა თქმა უნდა უბედურია, თან მინდა გითხრათ რომ ადრე თქვი თუ არა არ მახსოვს, დინარაძე დიდი ხანია იცის რაც ელის, იმიტომ რომ აი სულ დასაწყისში ეს სანქციები რომ წამოვიდა, მაშინ მითხრეს რომ რაც სუფრა ქონდა ესეთ სანათესაო რა, ყველანი რო არიან და მაშინ შემოკრიბა ეს ხალხი და უთხრა რომ იცოდეთ მე აღარ მოვიკითხებიო რა, მე მომავალი არ მაქვს, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები მაგ გაკეთებული რომ
სანქციებიც მექნება, ისიც მექნება და მოკლედ არ მოვიკითხები კაცი ვარო. ეს მაშინ იცოდა ჯერ კიდე და ეხა ხო წარმოგიდგენიათ და თან ეხა ყველა რო ეძახის ესეთი უბედური სახე რატო აქვს? აბა რა იქნება, იმიტომ რომ თან სადანიშნავს, დანიშნაც არის დანიშნაც, ხო? არც დანიშნა არ დანიშნა, ზუსტად იგივე გააკეთა, რაც ლილუაშვილზე ბოლოს. რის მერეც ლილუაშვილი დაიჭირეს. ლილუაშვილზე ხო თქვა ეს რომ რეგიონებს მიხედავსო, გავაკეთებთ ერთ თვეში ამას და ერთ თვეში დაიჭირეს და აფერიც არ გავაკეთეს. ეხა იგივე თქვეს ამაზე, ხო და ეხა მინიმუმ ეს ერთი თვე ეს ხო მოკვდებაში შეგან კიდე ერთი ხო, იმიტომ რომ გავა ეს ერთი თვე და რა იქნება კაცმა არ იცის. ესეთი დაძაბულობაში არის თითქმის ყველა. ერთ-ერთი კიდე ესეთი ტრაგიკული პიროვნება არის გეკა, ხო? იმიტომ რომ ამ გეკასაც დაატარებენ წინდა ვერ მოირგეს რა, იმიტომ რომ ადრეს თქვი არ არის ეს ფაქტურით არ არის ასე ვთქვათ დაწესებელი და ურჩხული რა ეს გეკა. აი რა ვიცი, მამამისი რო ყოფილიყო უფრო მოუხდებოდა რა და თვითონ არაა ეგეთი და ამიტომ თან არ აწყობთ და თან ვერ გაიგეს რა უქნან, იმიტომ რომ სხვაგან ვერ გაიგეს რა ქნან რა და წინდა უკან დაყავთ, აი როცა ვიძახი რომ ჩამოშლილია ხო ყველაზე კარგი ესეთი ნათელი მაგალითი ბოლო თვეების არის ეს გვარიც არ მახსოვს და არც აზრიც არ აქვს რომ მახსოვდეს ალბათ რა ეს პირადი დაცვის ტიპი ამერიკაში რო წავიდა არა რომელიც ერთი ცალი რო ყავთ ეხლა და რო დააპროცელებენ იქით-აქეთ ჯერ შესუსში დანიშნეს და ეხლა სულში გადაუნიშნა ანუ რო მივხვდეთ ხო ამ ანზორ ჩუბინიძემაც ნუ რა ქნას ხო ის ხო არა აქვს რაღაცა კადრების სამჭედლო რაც ყავს იქიდან აი ცდილობს გამოწურავს ვიღაცას ერთს ეთქვის რომ აი ამას ვენდოთ გადაწყვიტა სამ ტიპზე და ენდენ, ხო, ვინ არის ხა არავინ, ხო, ყარს უღებდა და წვებოდა, რომ იმას ფეხები გაეწმინდა და გადასულიყო ეგეთი პირადი დაცვაა, ხო? რა უნდა იცოდეს, მაგრამ აპერი არის ზედამეტ ზურგზე, რა თქმა უნდა. ოღონდ ენდობიან, ეგ არის თავარი, ხო, რახან ანზორი ენდობა, ესეც ენდობა. ესე იგი, გაატარეს დაგეგმილად და თითქოს, ნუ ამ სიტუაციისთვის სწორად მთელი გზა, ანუ მიიყვანეს გენინსპექციის უფროსად, მე გადაიყვანეს მინისტრის მოადგილედ ამ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ყველა ელოდებოდა რომ სექტემბერში უნდა დაენიშნათ ეგ შინაგან საქმეთა მინისტრად ეს თამაზაშვილი უნდა გადაიყვანოს თავდაცვის მინისტრად და მოკლედ ტკბილად ლაგდებოდა ეს ამბავი, მაგრამ სადღაც შუაგზაზე ამან გადაწყვიტა გლუმა რომ აინც ეს სუსი ხომ ისთვის ყველაზე მთავარი ადგილია და ეს გეკა ნუ რაღაცა კომფორტულად ვერ გზნობს ამ გეკას რა ვერა აიღეს და ეს ისე არც გაუგია მეორე ხალხს მე მგონი რო იცოდეთ ეს კაცი აიღეს და დურცეს ახლა მოადგილეთ იმაში ხო ეს ყოფილი ხო უკვე მომზადებული იქ სამინისტროთ ახლა გადაიყვანეს აქ და გადაწყვიტეს რომ საბოლოოდ მაინც სექტემბერში მაგას დანიშნავენ სუსის უფროსად მაგრამ აი იმ შესაძლოა რა უნდა ქნათ ახლა ხო დარჩა ეგრე ახლა თვითონ თამაზაშვილი არის ახალი ისა აღტკინება ამ გლუვის რა მაგრამ ეს თამაზაშვილის ისტორიაც მოუყვეთ იმიტომ რომ ნუ ხა თამაზაშვილი იყო მეც კი მიჭირს რომ გავიხსენო ეს თამაზ ხო მან კომბინაცია ეგეთი იყო მოკლედ ვიტყვი რა რომ როდესაც იყო ჩამოსული ალიევმა თხოვა იმას რა ქვია გლუვს რომ კაი ბიჭი ეს მომეწა შემიყვარდა ეს პატარაძე და იქნება რამე კაი ადგილი გაუკეთო მე ეს უცებ გაახსენდა ამას რომ შესაძლოა ვინმე ყავს დასანიშნი დროებით მაინც და თქვა რომ მოდი ბარემ ეს თამაზაშვილი უყვარდა უკვე მაშინაც მოდი ეს გადავაყენოთ შესაძლოა ოღონდ დროებით თავიდანვე იყო ნათქვამი პატარაძე ისე ვაჭარაში იმიტომ რომ ნუ იქ მოჭიდება აქვს კლანურია უყვართ რაღაცა და ისა რა ქვია და მე იყო ეს კომბინაცია რაც მე თქვი რა მე ეს პირადი დაცვა უნდა გამხდარიყო იქ ეს გადასულიყო თავდაცვაში და ეს დაგდებოდა ყველაფერი ეხა ამასობაში ეს თამაზაშვილი ამ წუთისთვის გეუბნებით იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შეიძლება შეიცვალოს მაგრამ ამ წუთისთვის არის მთავარი ვარსკვლავი ნუ ეს ხო ესე აქ ხოლმე რა ეს ადრეც მოყევი რომ საფუძველი გავარსკვლავები ზუსტად არავინ არ იცის მაგრამ რაღაცა არის ხოლმე რა აი ღარიბაშვილზე იყო რომ რაღაც ან სავარაუდოდ ანეკდოტი მოყვა, მაგრამ არ ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა თქვა სასაცილოა თუ არა, იმიტომ რომ გლუვს ვიმორის გზნობა არ აქვს საერთოდ.
უბრალოდ რაღაც ჩაიჭირა, რომ აი მეც ეგრე მომყვებოდი თუ რაღაც ერთხელ თქვა კიდევაც რა ჩემ ბავშვობას მაგონებსო თუ რა მაგარი ბავშვობა ქონდა რომ იმას გავდა და ხო და მაგითი გახდა ის ვარსკვლავი რა ასე რომ ნუ ხო მე ვიცით ახლა თქვა მარგველაშვილი ფილოსოფიით გახდა იქ ვიღაცა რაღაცით რა ანუ ნუ აქამდე მაინც ფიგურები რა თვალსაზრისით იცი აი ღარიბაშვილს თავისი მიმდევრები ყავდა კარგად მიმდევრები აუცილებლად იმიტომ რომ ეგ ძალიან აი თავიდან იცის დავიწყეთ ყავდა და თავისი მიმდევრები ყავდა მან თანაბარწონიანი არის თითქმის ჩემი აზრით ღარიბაშვილიც ანუ ის რაც შლის ახლა ამ სისტემას არ არის მარტო იმის ლილვაშვილის ჩაცმა, ანუ ღარიბაშვილისაც მნიშვნელოვანი წილად არის განსაკუთრებით აი ხა რაც ხდება ბოლო დღეებში ეგ მეტყველებს მაგაზე. ხო და მოკლედ ეს რომ მომთავრო ეხლა არის რომ ყველაზე მაგარი კაცი არის თამაზაშვილი. ოღონდ ეს თამაზაშვილი არავინ არ იცის ვინ არის ანუ თამაზაშვილის სადმის სიყვარული პირველადი ვიცით საიდან არის მიუხედავად იმისა რომ მომღერლის შვილი არ არის შვილიც არსებობს, რომელიც ახლა არის საზღვრის უფროსი. ეს არის შვილობილივით, რა ნათესავი ადრე გარდაეცვალა მამა რაღაცა და შვილივით გაზარდა იმანტა. ნუ აი ეს შეუყვარდა რა, მაინც და ეხლა არის რომ აი ეს აჭარაში რო იყო იქ ფული არ გააკეთა, სხვა შორის აქ ეგეთი ვეგრაუნდი იმ აჭარლებისგანაც რაღაც საქმეს აკეთებდა თითქოს რაღაცა და მოკლედ ეს არის და ეს უნდა დავნიშნოთ პრემიერ-მინისტრად. ეხლა არის ეგრე. ოღონდ ეხლა ეს პრემიერ-მინისტრად დანიშნო ეს შესაძლოა გახდა ყველაზე უბედური ადგილი რა, იმიტომ რომ ისე რჩება ეგრე რომ მაშინ იქ უზნიშნავენ და აი თქვენ წარმოვიდგინეთ რომ ისევ არის ლაპარაკი რომ დროებით, მოდი ისევ დროებით. გადმოვიყვანოთ ეს გეკა ისევ იქო შესაძლებელია. და ეს გეკაც აი ვიცი რა მის ოჯახურ წრეში ასე ვთქვათ, გული გაუწვრილდა თუ ყველა ბევრად ურჩევნიათ რომ გაუშვან, გააგდონ და დაანებონ თავი, იმიტომ რომ ესე რომ დააპროცელებენ წინ და უკან. სადღაც ხო ყველაზე შინია რომ გაასხამს ეს გლუვი და შეიძლება უბრალოდ კი არ გაუშვას დაიჭიროს და სულ არ უნდა უკვე არაფერი ხა თან ვერც მუშაობს ხო ეგრე როგორ უნდა იმუშაო ხა ერთ თუ ეგ ახარ ერთ თუ ეგ ახარ რაღაც რა უნდა გააკეთო საერთოდ რა ამ სტრუქტურებზე რო ვილაპარაკოთ სუსი შინაგან საქმეთა სამინისტრო რომელიც აი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენებია ივანიშვილისთვის ხო მანამდე როგორც ვთქვით ახლა ეს ლილუაშვილი იყო წლების განმავლობაში და აგებდა ამ სისტემას და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი სტრუქტურებისთვის გარკვეული სტაბილურობის შეგრძნება ხო ერთი უფროსი და ეს რაღაცა ტიპის სტაბილურობა აქეთ შესაძლოა მეტნაკლებად ეს სტაბილურობა იყო და ნუ სახელი და გვარები კარგად ვიცოდით ამ ხალხის ხო იმ თავისი სისტემა ხო და ეხლა აი მას შემდეგ რაც ეს ორი ტიპი დაიჭირა ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ის მთავარი ასე ვთქვათ მცველები სხვადასხვა მხრიდან დარჩა ეს სისტემები აი ეს ახლა როგორც ჩვენ ამბობ აი ამ დროს რა ემართება შიგნი მყოფ ადამიანებს სისტემაში მომუშავე ადამიანებს პოლიციელებს იმიტომ რომ მე როგორც ვიცი და შენ ზუსტად იგივე იცი ჩვენ სხვადასხვა წყაროებიდან პოლიციელები ამ სისტემაში დასაქმებული ხალხი არის ძალიან დემორალიზებული და ისეთებია უკვე ძალიან მყიფეთ არის სიტუაცია შიგნით ესე რომ ვთქვათ რომ ეს ყველაფერი არის ერთმანეთზე გადაბმული ხო ესეთი ჯაჭვია რა და ერთი მეორე რაღაც მოვლენას იწვევს მეორე მესამეს და ესე შემდეგ ის იყო უბრალოდ სისტემა კი არა ეგრეთ გამართული და შეკრული სისტემა იყო და ის იყო საფუძველი რა ამისი ძალაუფლების საფუძველი იყო და ეს სისტემა დაინგრა და დაიშალა ნაწილებად ვერ აკოწიწებენ ხო ამ უბედური გვამის ამ გენერალ-მაიორის უბედურების სათავე მაინც ეგ იყო. კი, კიდე თქვენი მიზეზები იყო, უკვე საბაბები რა, რის გამოც გამწარდა ეს, მაგრამ თავარი მაინც ეგ იყო, რომ ამან იტრიპაჩა და თქვა, რომ მე ამას ჩავანაცვლებ რა. ესე თანაბორწონიანად და არათუ თანაბორწონიანად ახლოსაც ვერ მივიდა საერთოდ. ოდნავ ტვინი რო ქონდა და მიხვდებოდა რომ შანსი არ აქვს, იმიტომ რომ მართლა ახლა მე ასეთ ვიძახი, მაგრამ ის ძალიან ბევრი წლის მანძილზე სტრუქტურირებული ამბავი იყო რა. ცალკე ეს კრიმინალური ქსელი 30 წლის მანძილზე გაკეთებული და ბევრი წლის მანძილზე შეკრული უკვე. ეს კრიმინალური ქსელზე ვიზი ამბობ. მიხაზების ქსელზე ამბობ და ცალკე ეს ხო კიდე ეს რა
ხალილოვაშმა რამდენი წელი აკეთა ეს უყურებდით და ვიცით ხო ესე რომ რაღაც ეს კიდე ერთ წელიწადში გააკეთო ეგრე არ ხდება 2012 წლიდან მოდის ეგრე არ არსებობს რა არ არსებობს ქვეყანაში ხა პატარა ეს საქართველო ყველამ ვიცით რა გვაქვს ყველაფერი ვიცით აბსოლუტურად ხო ეხლა ვერ გამოიგონებ ახალს ვერაფერს ამი ვერ შეაწება ეს რა თქმა უნდა და დღემდე გრძელდება აი ეს მუდმივი რაღაც სიებცხელება და პირისპირებები არაფერი აღარ კარავს ამას რა ხო და ამ თვალსაზრისით რატო ამბობ რომ ჰაკიმის ანუ ღარიბაშვილის ამბავი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ როგორ სასაცილოდაც არ გამოიყურებოდა ხო ის იყო ბუნებრივი მე ვეძახდი შაუბნელეთის პრინცი, იმიტომ რომ აი რაც შაუბნელი ძალებია, საპატრიარქოსი იქნება ზოგადად რელიგიურ, შაუბნელური, აი ეს ვითომ პატრიოტული თუ კუნთმაგარი თუ რაღაცა კი იმას ბუღალტერიას უვლიდა სულში თქვა და ფულის განაწილებას და რაღაცას, მაგრამ ლიდერი ეს იყო რა, ბუნებრივი ლიდერი იყო ამაშია საქმე. მას იღებდნენ როგორც ლიდერს ეს ტიპები. ამასაც ვერაფრით ვერ ანაცვლებენ ეხა ხან ესეთი სულელური იდეა ჰქონდათ რომ რახან კახელია ეს იმპერიული ქანდაკებით ჩაენაცვლებინათ მაშინ რო ვდგათ რა ქვია პარლამენტში ნუ რასის იმას ვინაღი კონსეგრე რა გვარი ეს პარლამენტის თავმჯდომარის რო ეძახიან ხო და მაგას ხო ქოთანს ეძახდი ხო პერუში რო პოულობენ ხოლმე ძველი ქოთნები რო თიხიდან გამომწვარი მართლა გავს ერთხელ სურათს განახებ და პაპუაშვილი ხო არ გამოვიდა იქ ხო უნებრივია და ვერც ვერავინ ვერ მოიგონეს ისეთი ვინც ამას ჩაანაცვლებს რა ეხა ეს რო ვერ ჩაანაცვლებდა დინადი გასაგები იყო ხო ამიტომ ეგ ხალხი საკმაოდ გზააბნეულია რა და ეხა რას ზაკეთებენ ეს არის აი კონვულსია იმისი რომ იქნება რახან ლიდერს ვერ აბამენ რა ფორმალიზაციით გააერთიანონ აი ამ ორგანიზაციებს რო ქმნიან ეხა ვითომ რაღაცების დასაცავს ხო ხო ოღონდ მან რამე ახალი არ გეგონოთ რომ ვიღაცა ახალი ტიპები იპოვეს ან რა სრულებით არა ანუ ეს იგივე ხალხია რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე ამ ძალადობებში მონაწილეობდა ისედაც და ასედაც ეხლა ხანსაც და მანამდეც და რაღაცა უბრალოდ ამათ ეხლა კორცხელი და ანუ კორცხელზე მოხდა მათი პირველი ასე თქვა დიდი დებიუტი ი ბატონო და მე უკვე დააბრალეს ეხლა რომ აი ეს უნდა თქვათ რა ღიად ნუ ამაც ორი ეფექტი ექნება მათი აზრით ერთი რომ ჩვენ უფრო უნდა შეგვეშინდეს მაგრამ რატომ უნდა შემეშინდეს უფრო იმ ტიპის რომელიც ისედაც არსებობს ხო აღნიშნულობა გეხეთ ბრიფინგს ჩაატარებს და ისე გამომეკიდება თუ ისე გამომეკიდება ჩვეულებრივ ესე მირჩევნია მართლა რომ გითხრა ბრიფინგს ჩატარებული რა იმიტომ თვითონ აქ ნათქვამი ყველაფერი იქ მეძებნა და პოულობდი მაინც მაგრამ ეხლა ვიცი რა თქვა თვითონ კაცმა ერთი ნახოთ ეს ციხეში როგორ არის მზად წასასვლელად კაცი ბულინგს კაცმა ბულინგს ვერ გაუსულა ნახევარი დღე რატო ეხლა ამ ტიპზეც შეგვიძლია ხო თქვა და ნახეთ ჯერ თვითონ ბრიფინგის დროსაც ეთყობოდა ყველაფერზე საერთოდ რომ ნაძალადეოდ საერთოდ 100 წელი არ უნდა და ეგეთ რამეში შეტენო მაგრამ იძულებული იყო იმიტომ რომ ესე უთხრეს რომ ეს უნდა გააკეთო და რეალური ლიდერი ვინ არის მაგ მან და კობო ტყეშელაშვილი ეს ყველა მიცის ანუ ეს ძველი კორცხელიდან დაწყებული როგორც ჩვენ თქვი მას მიება ასე ვთქვათ ეს მიმართულება კობა ტყეშელაშვილი ვეტერანია მაგამბის ნუ ასაკითაც არის რა სადღაც 50 კი არის აქ ეს არ მეყვარს ექსპორტები და ვერ ვიმახსოვრებ იმას სახელს გრემპლინგი თუ რაღაც ხო გრემპლინგი თუ არ ვცდები მაგის ფედერაცია მეც გამიჭერდა და დამახსოვრება რატომღაც ყველას უყურს რომ შენ ეგეთი სპორტები არ გიყვარს მე ხო რა ზურჩხული უნდა ვიყო რომელსაც უნდა გიждდება MMA-ზე და ვერ ვიტან არც იარაღი მიყვარს და არც ეგეთი სპორტები რაოდენსაც არის არ უნდა ვიყოს ხო და აი ეს გრემპლინგი თუ რაღაცის ისა ფედერაცია. ეხლა მანდაც რატო იწვება ეგრევე რომ ეგ არის რა ჰაბი სადაც აგროვებენ ამ ყველაფერს რომ ეს არის არაოლიმპიური სპორტი. არაოლიმპიური სპორტის ყველა სხვა ფედერაციის დაფინანსება რომ ნახოთ, ნუ არის ალბათ მაქსიმუმი, ეს მაქსიმუმი ალბათ 1.50.000 წელიწადში. ამას სტაბილურად აქვს 500 მილიონი აქვს რა. სპორტის სამინისტროდან. ანუ ამიტომაც ჩანს რომ ესაა ჰაბი რომელსაც აფინანსებენ ეს
უნდა რა თქმა უნდა გარდა ამისა მე აფინანსებენ უკვე აი ბუღალტერით თქვა რამდენი კაცი შეკრიბა სად იჭხუბეს სად ზემეს სად ესე სად ასე და ამ თელ ხალხს მინდა უთხრათ თვითონ იციან ძალიან კარგად მაგრამ შევახსენო უბრალოდ რომ ყობა არის გაზასარევად ამ ყველაფრიდან რა იმიტომ რომ თელ გული მეაქ მას და ამ ხოლმე ზარწაბერი არ ხვდება იქიდან მეცაც ვიტყვი აი შევახსენებ მათ რაც იციან თვითონ რომ ეს არის ადამიანი რომელიც მაგალითად კისრულობს იმას რომ აი ტურნირზე წაყვანილებს საჭმლის ფული არ მიცეს საჭმლის და თქვას რომ ის ალბათ ამომივარ და ხო და ხო აი მიუხედავად იმისა რომ ამდენია ამასაც დაიმატებს მაინც და შეირიგებს რა ამიტომ ეხა კიდე რასაც დაუმატებენ იმასაც შეირიგებს ანუ ორივე მხრიდან იხეირებს რა ერთის მხრივ ამათ დააბოლებს რომ ყავს გაცილებით მეტი ხალხი ვიდრე ყავს ისინი როგორ ვერ ითვლიან მაგას ვერ გავიგებთ რომ ჩვენ ვითვლით და ეხანია დათვლილი გვაქვს და ვიცით ვინც ყავს რა და ეხა ეს რომ მოუმატებს კიდე 100 კაც ფურცელზე ამათ რატოჯერათ არ ვიცი რაღაცა წილს აძლევს თუ რა შევა რავი რა იმიტომ რომ კიდე ერთხელ ეს ხალხი არის თვლით ამ ქვეყანაში და ყველა ვიცით სათითაოდ სახელებით, სახელებით, გვარებით და ყველაფრით და იმას მეტი არ არის უბრალოდ და ხო ვერ გამოძერწავ ჰაერიდან რა. ხო და ეხლა ნუ ეთყობა ხო ეს ეჭვი რახანა აქვთ რომ მე როგორც ვიცი ეხა დაავალეს რომ ეს ფული დამატებითი ფული მიცეს აი ლეგენდარული დედ ხასანის იშვილმა გოჩაბალოიანმა რომ რა ვიცი თქვა გონიათ რომ იმის შეეშინდება და არ მოიპარავს თუ რაღაცა ჩემი აზრით უბრალოდ გაიყოფენ მაგ ფულს და ეიქნება რა ვიცი ან გოჩაბალოიანს ვეთქვი რომ ყურადღებით იყოს თუ ეგ წელში არ არის მოუტეხავს ის აუცილებლად მაგ ფულს რა ხო და ხო თვითონ ეს სუსის ეს აღარ გვიყვირს ხო მაგრამ ნუ აი სუსი რომ ავალებს ეს რა ქვია მოკლული კანონიერი ქურდის დიშვილს რომ შენ მიგვიხედე ამათ აი ეს თონეზე მეტყველებს რა უკვე ნუ რაღაცა სუნთლად ჩაძირულ და იმიტომ რომ ჩამოშლილია ხა მაგას როცა დაავალებ რაღაცა ჩამოშლილი ხარ აბარაჯანდაბა ხარ ხო ხო და ეს არის მოკეთ ერთი ამაზე არის მიბმული უფრო აი სპორტსმენული ნუ რაც ეძახიან ხა ხო აი ტატამზე ორჯერ გავლილი კაცი სპორტსმენი ამათი მოსაზრება რომ იმდენად აღარ ჯერათ შიგნით სისტემის ეშინიათ რა შიგნით სისტემაში მყოფი ხალხის პოლიციელების მივარ მაგამდე ეს უბრალოდ მინდა რომ ეს რაღაც თემას რომ დავიწყოთ ეს ჩავხუროთ ხოლმე ხო ნუ ეს არის აი უფრო სპორტსმენული მანდ არის სულ ორი ეგეთი ძირითადი ჯგუფი და ერთი რეზერვი რა მეორე ჯგუფი აი უფრო რაც ყველას გვაქვს გამოცდილი საკუთარ ტანებზე და ასე შემდეგ ამ მიტინგების დროს ეს არის აი ეს ცნობილი ბარების დაცვები და ესეთი დაცვები და აი ესეთი დაცვები და მერეზოგი რომ ეგა და მერეზოგი ალგანში რომ გადადის მე მალგანიდან გამოაგდებენ და ისევ აქ წამოვა და რა ეგ არის ეს გრიზლი არის მაგათი ის რა ქვია დათო ლომიტაშვილი კი ბატონო ნუ ეს გრიზლი აი ცნობილი ესეთი ზონდერული დარბევები მათ შორის მაგათ შეხლადის ეპიზოდიც ეგ ჯგუფი არის პასუხისმგებელი მაგას ვიძახი პასუხისმგებლობით ადამიანები სასტიკად არიან ნაცემები პოლიცია ადგილზე არ არის არა ოპერატორი სამ თვითონ მაგათ შეხლადეს ამბავზე ანუ ვისაც ეს ხო ეს მისი ჯგუფია და მისი დავალებით ეგ მე მგონი დაახლოებით ეს ტიპიც ყავთ გაშიფრული ხო კი ბატონო რაღაც დეტალებს ვაზუსტებ და დავალება იყო ამისი ამ გრიზლის რა ხო და აი მაგაზია ეს უკვე ესეთი ნაგავი მიმული ნაყარნუყარი გადაყრილი გადმოყრილი ეგ თქვათ რაღაც ნარჩენები მხარებასი რაღაცა ისა ვინც ვერ ნაწილდება ესეთ დაცვებში ეგ არის მეორე ესეთი ძირითადი ჯგუფი რა და ნუ აი ხა რაც ვიცით გუშინტინ კიდე დაუძახეს ეს უფრო ღრმა რეზერვი აქვს ეს არეშიძეს ამ კალაძის სოლიზმის ჯგუფი რომელზეც არის მიმული კიდე რაღაც ტიპის კლავჭიდელები, ვიღაცები, ანუ უფრო კიდე დაბალი რანგის რაღაც ნარჩენი რა. რომელთანაც ამასაც
ის კი რეზერვი არ გამოუყენებიათ, კაი ხანია, მაგრამ ეს სულ აქვს რა, ანუ ამ არეშიძეს დაყავს თქვა რესტორანში, წაიყვანს რაღაც პერიოდში ერთხელ, აკეიფებს, იქ ცოტა ფულს ჩამოურიგებს, რაღაც რომ იყვნენ რა, მაინც რა. აი ეს არის სულ. ხო და კი რა იწევს ახლა ამათ ასე ისე მობილიზაციასაც ვერ დავარგან, ფორმალიზაციას აკეთებენ რა, აი ამ ორი იმით არაფორმალური დაჯგუფებები. რო ხო ერთი რო არ გაეფანტოთ საბოლოოდ, მაქედანაც არის ახლა ეს მარტო ნორმალური ხალხი არ მიდის ამ ქვეყნიდან რა, ეგენიც მიდიან და სულ არ შემოეფანტონ. ხო. მაინც ცდილობენ რაღაც ფორმალიზება გავუკეთონ, თორე ჩემი აზრით მათი მხრიდან შეცდომა, იმიტომ რომ ამ ხალხს ეგრე არ მოწონს ამ ტელევიზორში ყოფნა რა, ძალიან არ მოწონთ და ძალიან ესეთი გულჩვილები არიან, ბულიკს ვერით ანენ. თვითონ ტყეშევაშვილიც ეხა უკვე იმაზეა თვითონ აღარ ანძრევს ხელს, მაგრამ როცა ანძრევდა იმ არჩევნებზე ხო ჩამომხატული რომ დადიოდა, მე არა ვარ, ყველა ცნობს ისეთ სახეზე ხო. მე ეგეც ვიცი რომ ძალიან მოწყვლადია, ასე არა, ეგ ნუ ხა მოდი ვთქვათ რომ პრობლემები აქვს ბევრი, ნუ ჯერ ერთი თავშეუკავებლობით და ძალიან ცოტა შემთხვევაა, იმის გამო ვერ იკავებს თავს და ძლიერია რა ძალიან. თავის პრობლემები აქვს რა მოკლედ. და მაგის გამოჩენა 100 წელი არ უნდათ, იმიტომ რომ არაპრეზენტაბელურია რა. ამიტომ მაგან დაავალა აი ამ იმას. როტიროდა მე ხო, თორე ეგ არის მისი გამოსდილი თავიდან ბოლომდე რამე თუ არის ეგ იმ ყოვას დამსახურება, ამიტომ დაავალა გააკეთა. მე არ გამოურიცხავ კიდე პლუს პრინციპში ასე ვთქვათ, რაც არის ხოლმე ხშირად, რომ სულს ჰქონდეს რაღაც ამ ქართველი შულზე ისეთი, რომელიც ვთქვათ, რაღაც დააზარალებს ამისი გააშკარავება და ასე დაზღვევით კიდე ეგ აქვს, რომ მიდი და გააკეთე ყველაფერი, თორე აჰა, რა ესეთი რაღაცაც ეგ ხდება ხშირად. თავისიანებზე კიდე უფრო მეტია. ხო, თავისიანებზე არის გაცილებით მეტი. ახლა მე რა უნდა მითხრას ეგეთი, ხო, მე რა თუ რამე აქვს და მიდი, ჰა. და ეს არის. თავისიანებზეა ეგ ყველაზე მეტად. ზოგადად თავისიანებს ექცევიან ძალიან ბოროტულად რა, ეს რომ ახლა ყველას რო უკვირს თქვათ, რომ აი ამ ხალხს, ამ ხელა ინფორმაციის მატარებელი ხალხია, ალბათ გადადებული რაღაც ფაილებიც აქვს, ის აქვს. განსაკუთრებით ლილვაშვილს, მაგრამ ჰაკიმსაც რავი ყველას. ჰაკიმი, განცო, რა ვიცი, მადლობებს უხდის იქიდან რატო ხო და აი ეგ არის რა, რომ იმიტომ რომ მან მიდის ახლა ჯერ ეს მაშინის შრეკების და ესიც იყო უკიდურესად ბოროტული ფორმები, კედლების ტრევით და რაღაცით და მე მიდის გაფრთხილებები და მუქარები სერიოზული რა, წყულს დავიჭერთ იმას ვიზამთ, ამან და იზამენ. იციან ამათ მოუკეთიციან ჩვენზე რომ იზამენ. იმიტომ არიან გასასრულები ყველანი. თუმცა ეს ახლა მადლობების ხდა. ეს მადლობების ხდა, ჩემი აზრით, ეს ადამიანი მეუღლე, მისი საბოლოოდ რა ვიცი მიიყვანს, მე მგონი სამუდამო პატიმრობამდე, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, ყველა მადლობის მერე ის ღიზიანდება ამ წუთას მას ძულს ეს ოჯახი რა. ხო და ესენი რატო თელის აი ამ შეკიტინებით რომ მადლობა, კიდე უფრო აღიზიანებენ რა და ახლა დიდი გულშემატკივარი არა ვარ ჩემ მეზობლის, მაგრამ რა ცუდ გზაზე მიყავთ რა, კიდე უფრო გამწარდება ეს საბოლოო ჯამი. და რას ფიქრობენ, რომ ამით გულს მოულობენ და ის დროზე ადრე გამოიყვანს, ამიტომ ის ხო რა, როცა უნდა ნებისმიერ პატიმას, როცა უნდა მაშინ გამოიყვანს. შეიწყალებს. არ უნდა ეხლა არ უნდა მისი გაგონება და ნუ აგონებს განებუნტავენ. ხო და ეს არის რა ქვია. ხო და რო დაუბრუნდეთ აქეთ. ეს კიდე ინვენტარიზაცია და დასაწყობება რაღაც ფორმალიზებულ გარემოში ამ ხალხის ხდება, მე მგონია კიდე იმიტომ, რომ აი ამ ყველაფრის გამო რაც მოუყევი. ეს შესაძ ეხლა მართლა ამათ რაღაცა სხვანაირი შესაძ კი არა აქვს. მით უმეტეს მას მერე რაც ეს ყაჩაღები დაქირავებული გამოყარეს, ხო ეს ხარებას ბანდა. ეხლა იქ ისევ არიან პოლიციელები. სპეცრაზმი არის პოლიციური, აღარ არის ეს რაღაცა დაქირავებული მომთაბარე მოთარეში ისინი ბანდები რა. და ბიჭო, იმათ აღქმა აქვს ეხლა ყველა დროში ეგრე იყო, ეს შესაძ არის საკმაოდ ერთიანი ორგანიზმია და რეაგირებს ყველაფერზე ერთიანად რა და როცა იციან რომ უფროსი არ აყავთ ფაქტიურად, ხო, ამდენი ხანია რა. ის ისეთი თუ ასეთი რაღაცნაირი უფროსი ყავდა და ეხლა არ აყავთ რა, გეკა, ზეგი ვიღაცა,
მაზე ისევ გეკა, მე სავარაუდოდ ვიღაც პირადი დაცვა, მე უიმე ეგეც აღარაა, ისევ გეკა, მე თუ რა არის და ეხლა ორ კვირაში ერთხელ ხდება, ხო და ვერ გაიგეს რა ხდება რა. ვიღაცა იმ სპეცრაზს გამოუცვლის იმ უფროს, მე ის თვითონ წავა და ეს მისი დანიშნული უფროსი რჩება ჰაერში, იმიტომ რომ ზურგი აღარ აყავს, ამას გზნობს ის სპეცრაზმელი და ჩემ უფროს ზურგი არ აყავს, მე ჩემი ზურგი როგორ იქნება, თვითონ არ აყავს, ხო? და გამომდინარე, აქედან ეხლა იქ ძალიან გაზრდილია რა, ესეთი მე კი არ ვამბობ, რომ თქვათ ეს გაჯერებულობა მათი ტვინების ამ პროპაგანდისგან რაღაც კრიტიკულად შემცირდა. არა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ძალიან აქვთ გამოტენილი თავი ამ პროპაგანდით. მაგრამ შეგრძნების დონეზე ეჭვი იზრდება და სულ იზრდება რა, რომ მე ძმაო, ახლა კიდევ ვიღაცა ვცემო. სპეცრაზმელები დაიჭირეს, იძახ და ეს ხარებო მე არასდროს არ გადამაგდებენ, მე მეუბნებოდა, გადავაგდებენ აუცილებლად. გადავაგდეს. შენ გეუბნებოდა? ხო. მქონდა ეს რა რაღაც ცდილობდი რომ გაჩერებულიყო ხო და სხვა შეიძლება კარგად შეუსრულე ჩემი აზრით, იმიტომ რომ თავიდან ვეუბნებოდი რომ შეუძლია ეს არქანას და რაღაც გამოსავალს უპოვეთ, არა თქვა რომ ერთგული ვარ ამათი, თუმცა იგივე ჩვენც ვეუბნებოდა თავის დროზე და რაღაც რომლის ერთგული აღმოჩნდა ბოლო-ბოლო. მე ვუთხარი მაშინ აუცილებლად მივახცევ რომ პირველი ეგ დასანქცირდება და მართლა გამოვიდა პირველი დასანქცირდა თან დასანქცირდა ყველაზე მაგნიტსკით და ყველაფერი ყველაზე მძიმე სანქციით ხონდა იმედი რომ ამის მერე მაინც მიხვდებოდა რაც ვეუბნები არ ვატყუებ და ეგრე მოხდება და ნუ ბოლოს ეგ შეუტყვა რომ გადაგაგდებენ აუცილებლად თქო არა მე ესენი არ გადამაგდებენა და ეხლა გადააგდეს მაგრამ არა მარტო გადააგდეს ხო მაგის ტიპები დაიჭირეს და თუ რამეა მაგას და მომეორცოთ მეაყოლებენ ზედ ეგ ნამდვილად. თუ იმ მიზეზით, თუ იმ საბაბით, თუ ამ საბაბით ეს ხალხი რომ დაიჭირეს, ჩვენ შეიძლება მიგვავიწყდა ერთ თვე გავიდა. ამათ არასდროს არ მიავიწყდებათ კაც. რომ ეგეთი რომ აი ბოლომდე ერთგული და ამათ ხო არავინ არ მიეკარება, აი ესე დაიჭირეს უცებ და არც არაფერი. და აბა ამათ რას უზავენ, მაგ ამათ საერთოდ მაარა, პატრონი ამათ არ აყავთ ხა? იქ რაღაც ყავდათ ერქვა და ის პატრონებიანე გადავიდა. ამით პატრონიც არ აყავთ ეხა, ხო? უცლიან ამ უფროსებს, თავუპროსი არ აყავთ საერთოდ და ეხა რა იჟი ეს მართლა რაც არ უნდა იყოს შეგრძნების დონეზე, ხო აქვთ ეს შეგრძნება. კი ძალიან უნდათ ეს ეხანდელი ფული და მაგარია, მაგრამ მე უკვე გაჩნდა ის რომ ეს ფული შევ ვეღარ დახარჯონ მე რა. შევს უწაართვან უკან. ან კიდე იმდა ეხა ნიჟდე რომ რა დარჩებათ ეს ფული ესე ოხრად, ხო? ხო, ამიტომ ეხლა აკეთებენ მობილიზაციას, რაც აქვთ ყველაფრის ინვენტარიზაციას, აკეთებენ რომ აი და რაღაცა ატყდეს, ამითი მაინც დავაზღვეს. შემიძლია ვთქვა, ჩემ ფეხებს დააზღვევენ, იმიტომ რომ ეგეთი რომ არ არსებობს. მე გავახსენე ბევრმა არც იცის და ბევრს არც ახსოვს ალბათ, ხო? იმ ჩვენი რევოლუციის დროს ვინმეს გონია რომ ესეთი სტრუქტურირება და შეკრება არ მოხდა, მოხდა. ისინი სტადიონზე იყო შეკრებილი, რაც კი რამ არსებობდა ესეთი. იქ იყო მხედრიონის ნაწილები, ყარყარაშვილის, ესეთი ქუჩის ხალხი, ქურდები, შმურდები, რაღაც თავის იარაღებით და ყველაფერი იჯდნენ იმ სტადიონს. და იძახდნენ რომ აი ჩვენ ამას ვიზამ, ჩვენ იმას ვიზამ და რაღაც აი ხა წამოვალთ აქეთკენ და მაშინ ეხა ბევრი რო არ იმას გვექრა რომ მარტივად აგვემუხტა ეს სიტუაცია. უბრალოდ მე მივედი რა და უბრალოდ აუხსენი სიტუაცია რა. აუხსენი რომ აქ იმაზე კი არ არის რომ თქვათ ჩვენი ჯგუფია და ის ჯგუფია და იქ შევარდნაძეა და აქ ეს რაღაც რამდენიმე პარტია და ვაღარი ლაპარაკი ხალხზე. და მე იმას კი არ ვაგიტირებ, მე მინდა რომ თქვენ არაფერი არ ქნათ, იმიტომ რომ უფრო კარგად მიდის ყველაფერი რბილად და ესეც მინდა რომ დამთავრდეს, მაგრამ თუ მაინდა-მაინც თქვენ თავზე თვითონ გამოცდით, ხო ეს ხალხი წაგლეკავთ უბრალოდ რა. ვერაფერს ვერ იზამ საერთოდ და წაილეკებით და ძალიან ცუდად დაამთავრებთ. არჩევანი თქვენია, გინდათ ეს გინდათ, გინდათ ისე გინდათ და დაიშალა ეს სტადიონი მე იმიტომ შეაფასეს ეს მდგომარეობა. ამიტომ თუ რეალურად აქეთ მართლა ესეთი პროტესტია და რაღაც ეს ხალხი არაფერი არ არის საერთოდ.
აი ეს შეიძლება რომ ხო სადარბაზოსთან დაახვედრო და ვიღაც აცემინო და რაღაც, მაგრამ ის იმედიც აქვს რომ ეს რაღაც სპეცნაზ რაც შეუსწავს არ არსებობს ეგეთი რამ. ეს არ არის ხო ხედავ მე ვიცი უბრალოდ ეს ამ ხალხს უმეტესობას ვიცნობ კიდევაც და არა ნუ აი როგორ წიტი რა იმან მეორე დღეს ეგრე არის კაცო ესენი არიან ძლიერები როცა ეს პოლიცია და სპეცრაზმი უდგას უკან და როცა გარანტიები აქვს და ეს გარანტიები წესი სიტყვაზე აქვს მაგრამ აბა როგორ აქვს ენდე აბა იმ სიტყვას დაიჭირეს ისინი დაიჭირეს ესე იგი შენ რო სიტყვას გეტყვიან ვინც დაიჭერეს იმათანაც ბუღალტერიაზე რომ ალაგებდნენ ხო რომ აი 200.000 მოგცემ აი ხო 200 ვარა მაგარია მაგრამ და ერთ წელიწადში გამომიშვებდა რა გამომიშვე ის ხო არ არის რომ მუხლია ესეთი რომელიც ავტომატურად გამოგაკეთებს ანუ შენ უნდა გენდო სიტყვაზე რომ იმას გააკეთებ რა ქვია რაღაცა და ივანიშვილს ჩემტერი როგორ უნდა გენდო ხო აქამდე რო გენდე რამე ვიღე რომ ჩამსვიდა ეხა კიდე გენდო და მე კიდე ჩამსვამ და მე მოვლენ ისინი და ისინი საბოლოოდ ჩამსვამენ და ჩვენ ჯდომაში ხო ეგ განსხვავებაა რა ჩვენ ყველანი ვინც ვზივართ ეხა ვიცით სამდე ვზივართ რა სამ ესენი არის აბა ეხა ესენი როგორ ზიან ამათ იცია რომ საამარიან ესენი ზიან და მე ზიან უფრო დიდი ხანი კიდე და ნამდვილ საქმეებზე და რა არის საჯდომია ეგრე ხო ანუ ეხა იმას შანსი იმისი მაინც აქვს რომ თუ ამ შეატყო რომ ბრუნდება სიტუაცია მოხევს რა ბოლო-ბოლო რაღაც გაერიდება ან შეიძლება ქვეყნიდან წავიდეს ან რაღაც ცადოს მაინც და ეხლა თუ ჩარჩა იმ ციხეში ხო როცა მორჩება ყველაფერი უკვე იმ ციხეში იქნება და მიიღებს შემდეგ სასჯელებს და არ უნდა რა თქვენ გონიათ ხარებას ყველაზე უფრო რიცი ეშინია ციხეში მოხვედრით რა თქმა უნდა სულ ეშინოდა და ეხლა ეშინია და თან იცის რა რომ მოხვედრადია აი თუ ჩააჭირეს ბოლომდე ამ წამებაზე მაშინ შემდეგ მსხვერპლი იქნება გომელაური და ხარება და აი ამ წამება სიტყვის რატო ეშ აი ხო არის რაღაცების რასაც ეშინია აი ეხაც ვითარდება კი ეხაც ვითარდება აი გუშინ წინ იყო კიდე შემდეგი აი ნაბიჯი ყველაფერს იტანენ ოღონდ წამებაზე ფეთქდებიან. ჰაგ დაიწყო გამოძიება ლუკაშენკოს წინა ამ წამებებს. აი გუშინ წინ უკვე ითქვა რომ ამან უნდა მიიღოს სიცხლის სამართლის საქმის სახე. და ეს მიხვდა რომ ხა თუ ლუკაშენკოზე აკეთებენ ამას გააკეთებენ ბოლო-ბოლო ანუ არ არის დახურული თემა რა არ არის როგორც ეგონა რომ 1000 წლის მერე ხა ვიღაცა თუ შეხედავს მე რა არა დღევანდელი თემაა ამაზე თუ დაიწყე შენზე დაიწყე ამის ეშინი როგორც ეს ამოიწია მაშინ დაიწყეს ლაპარაკი რომ ოკეი აი გადაცდომები რა და აქ გავჩერდეთ ოღონდ არ დაფიქსირდეს წამება რამდენიმე თემაა რა რომ რისიც ეშინი არ დაფიქსირდეს წამება ის არ მიუბრუნდნენ და მე იმედი მაქვს რომ მიუბრუნდებიან მოწამლა ეს წყალის ამბები. ხო, რჩება რა ეხლა ეს რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა ეს კოლცენტრებიც მაინც იგივეა, იმიტომ რომ კოლცენტრები გინდა, არ გინდა და სხვა შეიძლება ბიტკოინების ამბავიც ვნახეთ გუშინ, ხო? გერმანიის საზოგადოებრივი გამოძიება. ეხლა დიონის BBC ხო იყო ისა რა ქვია? თავარ გამომძიებელი ანუ აბა და რაღაცა და აი უჩივლებთ BBC-ს და ეხლა გერმანიის იმას საზოგადოებრივ მაუწყებლობას ჩემი ინფორმაციით გუშინ ჰქონდა ანუ აქ რომ გავიდა ანონსი რომ ერთ-ერთ გადაცემაში რომ დღეს საღამოს ის გერმანიის საზოგადოებრივი გააკეთებს იმას იმ გერმანელებს ეგრევე დაუკავშირდა რაღაც ამათი დაქირავებული ლობისტი? ხო. და თან მაგრა უთხრა რომ ეგ არ უნდა გავიქცეს. რატო? და იმიტომ რომ ზუტყუილებია ყველაფერი. ნანაყი არ გაგვიტყოდა ევანუიში არ იყო რაზეა ბოლომდე და რა იცით რომ ტყუილებია. მაგრამ მაგისი ძეშინი ეს ტრანსნაციონალური დანაშაულებებია რა, როგორც კოლცენტრებზე თან წინა საქმე, იმიტომ რომ არსებობს უკვე ჟურნალისტური საფუძვლიანი გამოძიება ტრანსნაციონალური, რომელშიც ფიგურირებს ძალიან სუყეთის საქართველოს აი აგერ არსებობს უკვე იგი ბიტკოინებზეც იგივე ამბავი ხო? ეს ყველაფერი შეიყურება ხო ნახეთ ხო ეს ყულევი აუ არა კაცო ის ყულევმა ვითომ გამოიგონა მაგარი რაღაცა და თქვენს უარს ვამბობთ იმაზე რუსულ ნავთობზე და 10 თურქმენულ შემოვიდან. სულ მაგას ვიძახი მართლა დებილები ხო არ არიან იგივე ბავშვმა იცის მე მგონი რომ ეს თურქმენული არის რუსული და არ ჭამს მაგას არავინ რა. პირიქით თურქმენული რო თქოს იგით შეაშფოთეს აზერბაიჯანელები ერთ-ერთი
მიზეზი ჩამოსulis ალიევის ეგეც იყო რომ იქ გვერდზე არის ხო ის იმათი ტერმინალი და ის და ახლა თუ იმიტომ იქ იყო ლაპარაკი რომ თურმე ეს კიდე არსებობს ეს საოცრება ძველი საბჭოთა ვალი თურქმენეთთან რომელსაც ხან პომიდორებით ისტუმრებდნენ და ხან ცხრებით და ხან რაღაცით და ტერიტორიის გავისტუმრებთო და ნუ ამით შეეშინდათ მონიმერებად რომ გავაპარტოვებენ აგ და მაშინ ჩვენც გავწევენ რა ნუ დარავინ არ ჭამა ეს რა სასიხარულოდ და შეიძლება მისანქცია და ეს ანუ ყველა შემდეგი ნაბიჯი უმტკიცებს რომ დანაშაულებების არის ძალიან დიდი იმიტომ რომ ამას მოყვება ეხლა ყველა ვარიანტში კონკრეტული შედეგი ნუ ჩვენთან ხედავთ ხო იქ გრემის პროექტიც დაიძრა იქ ძალიან ბევრი რამე არის რაც ამათ მოხდება სენატორ ლინცი გრემის ხო რომელიც რუსეთის დასანქცირებაზე არის ორიენტირებული ასე რომ ის ხანა რომ ეს ყველაფერი ჰაერში ეკიდა აღარ არის ეგრე ხო აღარ არის ორბანი და ამათ რო ეგონათ რომ ორბანი არ არის მაგრამ იქ ვიღაც ბულგარელია და ეს არ არის ეგ სხვა კალიბრია და ეს დამტკიცდა ხო მიიღეს ეს სანქციები ანუ ეს გზა რეალური გახდა და გახდა ეს ყოველ ნაბიჯზე მიიღებენ კიდე იმიტომ ჩემი აზრით მაგალითად ეს ის რა ქვია საბოტაჟის საქმე ხო იმიტომ გადაწიეს რომ უცებ მოუსწრო ამ სანქციებმა ეხლა კიდე უნდა იფიქროს ამ გენიოსმა რომ რა ვქნა იმიტომ რომ ეს ხო როგორ ქონდა აშკარად რა იმას ვერ ცდება რაც ჩაჭედილი აქვს თავში რომ მაინც რაღაცნაირად ესე უნდა დაალაგდეს ამ ამერიკელებთან და ჩათვალა რომ იმათ უბრალოდ პაკეტი ეცოტავათ რა ანუ აი ეს წინა პაკეტი რომ საკონსტიტუციოს გამოვიტან რაღაცებს გამოუშვებ ეს არ ეყოთ იმას კი ვერ მიხვდა რომ ეგრე არ დაალაგდება ნუ ჩათვალა რომ ეცოტავა და მოდი ახლა დავამატებ კიდე ამ საბოტაჟის საქმეს რამეს და თავიდან შევთავაზებ რომ ამას მოვატრიალებ და მაინც ხელი დამერტყეთ რა არ გამოყვეთ ხო და სხვა შორის ისე ამერიკელებმა პირველად ამოიღეს ესეთი ხმა ამ ტრამპის ადმინისტრაციის პირველად არა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი მკაფიო განცხადება გააპროტესტეს. იმ ხალხის დაპატიმრება, რომელიც დაუმორჩილებლობის გზით გამოხატავდა იმ ანუ ეს პლაკატების დაჭერა კიდე ერთხელ მინდა ვთქვა რომ არავის თვითმიზანი აქვს ცუდი სიტყვების და 300-ს ხმარება არ არის მიზანი არის ვთქვა რომ შენ აბსურდულ კანონებს რომ შემიზღუდო ყველანაირი გამოხატვის უფლება არ ვემორჩილები ხო ნუ ეს 300 ხო ესეც ძალიან მახალისებს ახლა რაც ფეგურთი დამთავრდა ის რაღაც თქონა მიხალისო და ერთი არის კადრები რუსეთი და ვაილდბერისები და კიდე არის აი ეს ამის ცხედრის ტარება და აი ეს იმიტომ რომ ეს 300 მართლა აი რაღაც ყველაფერში არა ორგანიზებულები არიან აქ იყვნენ ისეთი ორგანიზებულები რომ რაღაცნაირად ისე მიიწებეს აი ბოლომდე მიიწებეს რა რომ აი წარმოიდგინეთ რა ხდება ხო ისიც კი არ გჭირდება რომ ეს ყანყარატოს მიერი რაღაც გერები გამოსცე რომ აი და ან რაღაცა ხო უბრალოდ რომ დადგება თქვა 300 თელი სახელმწიფო მანქანა უცებ იშლება რომ ჩვენ ლიდერებს აგინებენ თლაც ღვთაებას აგინებენ ანუ ის არც განიყილება რომ თუ ამ სამაზუს ვიძახი ესე იგი მარტო ხალხიო ისე შეიძლება თქვა და თლად ის კაცოთან იქნება და ვიღაცაზე აღარც კითხულობენ აი ეს დაждებს 300 და აგინებენ იმას და მე ეს რა ქვია აგზავნის ამ ხმოვან შეტყობინებებს ყველაზე მეწრო იგინება თვითონ სამხარაძე ხო რო ღვთაების გარეშე საქართველოს ვერ არსებობს და რაღაცა და ემით თუ ეგეთი ღვთაება არის მე რო პროსტა ვიტყვი აქ უბრალოდ 300 რაღა მაინდამაც გონია რომ მაგას ვეძახი იქნება სხვას ვეძახი ვიღაცას რა არა ეს მიიყრეს ბოლომდე რომ 300 ვინ არის ამ ქვეყანაში ქოცები და ის და პაპუაშვილი ნუ ეგ ასოც არ არის საერთოდ ან ბგერაც არ არის მე მგონი რა ვიცი რა არის აგай მართლა ყო ნუ რა მოკლედ ეხლა რა მინდა რაზე ვილაპარაკოთ ხო შეიძლება მაგ ჭრილში მინდა თქვა ეხლა ნუ ახოს რა თქმა უნდა სოლიდარო არ მხოლოდ ახოს ყველას რა და სოლიდარობა აი რა არის ეგეთ პირობებში მთავარი ყოველთვის და მთავარი იარაღი ჩვენი ეს არის სოლიდარობა კალიბრსაც არა აქვს მნიშვნელობა კარგია დიდი კალიბრი და რაც მაგრამ სოლიდარობა მაქსიმალური და რაც უფრო
მრავალფეროვანი იქნება და მრავალ ადამიანიც გაიქნება თქვა. ეს იგივე 300 ერთ რომელიმე დღეს რო თქვა ერთი ბევრმა ათასმა კაცმა ქონდეს დიონ მერეავა და რატო არა რა არის რაც ვკითხულობ კითხო არა აი დამიჭირე არაზე მაშინ თქვი რომ არა რა და გამანებეთავე გეკითხები ხო არ ვიძახი არა კი თუ არა ოკეი დავაშორეთ ხო აი ეს რაღაცა კრიმინალური ამბები კრიმინალური ინფრასტრუქტურის ამბები მინდა მეტნაკლებად ამოვწუროთ და ეს კოლ-ცენტრების ამბებიც ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ აქამდე ლილუაშვილი მაინც იყო მთავარი პატრონი. კი, ყველას ჰქონდა თავთავისი პატარა, მაგრამ რაღაცა ეს მაინც სისტემაში მოქცეული იყო, ეს დიდი უზარმაზარი შავი ფული ტრიალებდა და ის ამ შავ ფულს განკარგავდა ლილუაშვილი და მთავარი მიზეზი რის გამოც ის დაიჭირა ბიძინამ იყო ის, რომ ჯეროდა რომ ივანიშ დააჯერეს, რომ ლილუაშვილი ამ ფულს არავდა მას რაღაცა დიდ ნაწილს. მაინც კი საბაბი იყო, მან მე ჩემსაზე ვარ მიზეზი იყო ის ყლელობა და გარჩევა. ხო, მაგრამ ხა ერთი მეორეს არ გამორიცხავს, ერთ რო დაიმატება. არა, ყველანაირი საბაბი ეს იყო ხო რა თქმა უნდა. ნუ შენ ამბობ ჯანგველაძის ძმის მკვლელობას. კი, და ეს ფსბ-ს ხამბავი. და ნუ ის რომ უბრალოდ დაინახა რა, რომ ეს მთელი მის საყრდენი სისტემა მისი ტიპის ყლელობაზე მუშაობდა თვეების მანძილზე, ისე რომ ამან არ იცოდა რა. კი, და ერთი ხო თავარი ამბავი ხო იყო აი ფულს იმდენი არ მოაქვს რამდენიც უნდა მოიტანოს ხო და იყო მე იმის ჩარევები რაღაცა ქურდების უკვე სხვა ქურდები შემოიყვანეს სხვა კრიმინალები შემოიყვანეს საქმეში და ამის ფულების ამოღება და ასე შემდეგ მაინც გონია რომ მან მივალთ რომ ალბათ ეს გენერალ-მაიორის ცხედრის ამბავიც ეგრე დამთავრდება იმიტომ რომ მაინც ფულზე აფეთქდება საბოლოოდ მე ეგრე მგონია იმიტომ რომ ეხა ამ კოლ-ცენტრებშიც ხო უკვე არა ეს კოლ-ცენტრებში რა ხდება ეხა მე რაც ვიცი დანაწილდა სხვადასხვა ძალებმა გადაინაწილეს და არის შიდა წარმოუდგენელი დაძაბულობა ერთმა დაცვის წევრმა მოკლედ ინფორმაცია გამოვიდა რომ ისეთი დაძაბულობაა რომ შეიძლება საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც მივიდეს ამ ბანდებს შორის შეიძლება მივიდეს. კიდე ბევრი რაღაცები ხდება, რაც ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე. რაღაცები მიდის. რაღაცები ეს არის ახლა ვთქვათ იქ წინა იმას რომ მეუბრუნდეთ, იქ ერთმანეთში გარჩევებს იქ რაღაც თავის ბუღალტერი აქვს. მაგალითად ეს გრიზლი აი სულ რამდენიმე დღის წინ დაჭერილიც იყო და რაღაც საოცარი რაღაცნაირი იმით გამოვიშვეს. რის გამო იყო დაჭერილი? აი ერთმანეთში რაღაც. რაღაცა. მოკლედ ეგ მათივე წრიდან ვიღაცემა ამაზე დაიჭირეს, მაგრამ მე უცებ გამოვიშვეს რაღაცა მგონი 300 ლარიანი საპატიმრო გირაო, რა ვიცი, ეგეთი არც გამიგია. ნუ რაღაც ეგ თავის ბუღალტერია ერთმანეთში. იქ კიდე რა ხდება მან ხო, ეგრე არ ვიცით, მან ძალიან ბევრი რამე ალბათ გამოაშკარავდება საბოლოო ჯამში ამ კოლ-ცენტრებთან მიმართებაში, იმიტომ რომ იმდენად მძიმე თემაა და მაგ ხალხს ხო, ხა ჩვენ ერთის ბაჩალეიშვილის ამბავი ვიცოდით და რა მასშტაბი იყო გახსოვთ ხო და ეხა ხო ხვდებით რომ ეგ არ არის ესეთი ერთეულოვანი ამბავი რა. რამდენი ხალხი ეგ რა გასწდება ბოლოს და რა იქნება კიდე კაცმა არ იცის და მე რაც ეჭვი მაქვს მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი. არა, ნუ ესეთი გლობალური ისიც არის ხო, ნუ ანუ ერთია რომ ამან ვერ შეძლო ეს ერთიანი სისტემის შენარჩუნება. ამ კოლ-ცენტრების, ამიტომ ეს დატყდა, ხო, სხვადასხვა ნაწილებად. ესე რთული რა არის, რომ ეს ფულის მოკუჩებაც ხო რთულია ეგრე, როცა ნაწილ მიდის რა. მაგრამ უკვე მეორეა რომ მაშინ ერთმანეთში კონკურენციაა. მაშინ იმას რო წარმოვიდგინოთ ხატოვნად ეს კონკურენცია როგორი შეიძლება იყოს, შეგვიძლია გავიხსენოთ მჟავანაძის და ფიფიას დაპირისპირება. ის ხო ერთი პლანია. ეს სოფტ ვარიანტია, ეგ რბილი ვარიანტია. აქ უბრალოდ ხალხი არა, იმიტომ რომ ხო ესე იგი რაღაც ადგილისთვის იბძვიან ტიპები რა. ერთ თითქოს მოკავშირეები უნდა იყვნენ, სიამდვილეში არის კონკურენტები და იქ მიდის წარმოუდგენელი ბრძოლა. ზარმაზარ ფულზეა ლაპარაკი. ჩვენი მასშტაბით არის წარმოუდგენელი, რა ვიცი ის გამიხსნეს რაღაცა. მე მეგონა მაღაზია და გავგიჟდი ისეთი სისწრაფით იცვლებოდაც აი ლოჩში რო დადგა ვთქვათ როლს-როისი ეგრე უცებთად არის ახლად გვერდზე კორპუსში გააკეთეს რაღაც ვიტრინა მიაკრეს და ხან იყო როლს-როისი
აზერატი რაღაც და ეს დღეში რამდენჯერმე იცვლებოდა რომ მეთქი ეს კარაქივით თუ ყიდიან უკვე არ ვიცი თურმე რაღაცას აკრავენ იქ რა მაგრამ ну ეს შეიძლება უდიდე და უყურო რა მანქანებზე ლაპარაკი რა რაოდენობით ეგ ხო კოლ-ცენტრების ამბავი ანუ ძალიან დიდ ფულზე ლაპარაკი და ეს ხალხი ხო ვერ კმაყოფილდება ვერ ირგებს რა ესე ნაწილებს მე უნდათ რომ მეორე გადაყლაპონ და ესე აი რო წარმოვიდგეთ ჩვენ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობთ ხო აი ჩვეულებრივ ცხოვრებაში ეს შიგნით ლოკაციურად ქალაქში ჩაშენებული ეს ყველაფერი რა იქ კინგ დევიდთან კიდე მეორე იქ სადღაცა რა ვიცი მე მგონია მაქსის ტაუერშიც არის იქაც არის იმ სართულზე ამ სართულზე გადაკეტილი ზონები შეიარაღებული დაცვები იქ თქვათ მიხვალ და მანქანას დააყენებ რომ ცოტა ხანი დააკვირდე და იმ წამს ესე იგი სუსტად იმდენად კავშირზე არიან რომ იმ წამს სუსტი მოდის ანუ ჩემი აზრით ის სერვერებიც მათი დგას იქო ეს სუსტის შენობაში რა იმდენად შეძდილი რაღაცა ისა ხო მაგრამ ამათ უკვე ეგრე ვეღარ უმკლავდებიან იმიტომ რომ იქ სულ დატოლება მიდის ის უფრო ძლიერია ეს უფრო ეს არის ხო და რას ვამბობ რომ ამან ერთია რომ ეს ვერ შეკრიბა და დაეშალა და მეორეა რომ თორმე თვითონაც ყავს იქ მოთამაშე დეიდაშვილი რაღაც არ ვიცი ჯერ გვარი გიგა ერთ-ერთი კოლ-ცენტრის ტიპი არის ამ გენერალ-მაიორის დეიდაშვილი რომელიც ახლა აქტიურია და არის აი ერთ-ერთი შესაძლო საბაბი ესეთ შეიარაღებული დატაკების რა ამიტომ უფრო მძიმეც აქვს მას საქმე ვიდრე გამოიყურება ეს სახე ეგრე აქვს იმიტომ აქვს რა არა აქვს ყველა ხო და ესეა ახლა არის ბევრია ეს კოლ-ცენტრები მსხვილები არის შედარებით დათვლადი რაოდენობის და ეს მსხვილები კიდე გამსხვილებას ცდილობენ რა ეს გამოჩნდება იმიტომ რომ ხო გეუბნებით ეს ჩვენ გვერდით ხდება ეს ყველაფერი ჩვენ ვერ ვამჩნევთ მაგრამ ჩვეულებრივად რაღაც საყიდვად ხარ იქვე შეიძლება ხდებოდეს და რაღაც ეს შეიძლება ერთ წამში აფეთქდეს და მივიღებთ იმ სამწუხარო სურათს რასაც ვადევნებთ თვალყურს რაც ყველაზე ტრაგიკულია ხო რომ აი ქუჩაში სროლის გამო შეიძლება კიდევ რაღაცა მოხდეს და კიდე რაღაცა ესეთი ტრაგედია მივიღოთ რა მოკლედ გივი ეხლა რა მინდა თქვა და რა კონტექსტში მინდა შევაჯამოთ ეს ამბავი რომ ის რომ ეს სისტემა ეს ჩამოიშალა მთლიანად კრიმინალმა მოიცვა ეს ყველაზე მთავარი სახელმწიფო უწყებები რომელზედაც დგას ამ ქვეყნის უსაფრთხოება და თითეული ჩვენგანის უსაფრთხოება იქ რაღაცა შეიარაღებული ბანდები ყავთ რომელმაც შეიძლება ერთმანეთს დასცხოს მოკლედ ეს არ არის რაღაცა განყენებული ამბავი რომელიც სადღაც იქ თავისთვის ხდება და ჩვენ არ გვეხება ხო ყველაფერი გვეხება ჩვენ. როდესაც სისტემას წყალი უდგება, იქ კრიმინალი მას შეჭამს და ჩამოშლის, ის შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არ იგრძნობოდეს, მაგრამ აი ჩამოშლის პროცესი მერე ჩანს ქუჩებში. ეხლა 17 წლის ბავშვის სიკვდილი. აი ეს ამბავიც, ხო, ეს ჩემთვის არის ორი განუყოფელი ამბავი. ის რომ გორში დაეჯახა ამ დედაშვილს კაცი, რომელიც იყო გაბლატავებული კლანის წევრი, რომლის გაჩერების უფლება, ხო, რომლის გაჩერების უფლება პოლიციას არ ქონდა და ერთმა პოლიციელმა რო გააჩერა, ყბები ჩაუმტვრია, სახის ძვლები ქონდა ტიპს ჩამტვრეული, ამ პოლიციელს ჩამტვრეული და 4 წლით პატიმ ის არა ქვე პირობითი შეუფართეს და გამოვიდა და ისევ დაგრიალებდა ისევ ნარკოტიკული თუ რა ვიცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ და ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა პირობით აი ეგ პასუხისმგებლობაზე მინდა ველაპარაკო როცა შემაგას პირობით უკეთებ აუცილებლად იცი რომ საბოლოოდ ვინმეს მოკლავს და უნდა იცოდე რომ შენი მკვლელობის თანამონაწილე ხარ სრული როცა ეგ პირობითი გაუკეთი ხო, არა ეს რატო ვამბობ, რომ იგივე მინდა ვთქვა ამ შემთხვევაზე, რომ ეს ადამიანი, ხო? წინა ხელისუფლების დროს 3-ჯერ თუ 4-ჯერ იყო დაჭერილი. ფსიქიატრიულ ამბებს ცოტა ხანი თავი დავანებოთ. იარაღის უკანონო ტარება შენახვისთვის. პლუს კიდე რაღაცები იყო, ზოგან მე მგონი დაჭრაც იყო ის იყო, მაგრამ ყველაში იყო ერთნაირად იარაღის უკანონო შეძენა შენახვა. და რა მოხდა მე აი რანაირად მოახერხა მე ამ იარაღის დარეგისტრირება აი რა მოხდა და რომ გააკეთეს ის ღია კარის დღე ის სრულიად უგონო და უკან მოუხედავე ამნისტია
რამდენჯერ თხოვეთ, რომ ეს საქმეები ცალ-ცალკე მაინც განიხილეთ, ესე ნუ გაგებით მოეკიდეთო, კრიმინალი გაიზრდება, აი გაგებით, აი ამ სიტყვას გაგებით მოეკიდეს. ამან მოიტანა ეს შედეგი 17 წლის ბავშვის ესე უკან მოუხედავთ, ჩაყარეს ერთ ქვაბში ყველაფერი და გააკეთეს და ამისთვის რა მოხდა ამ კაცისთვის, რომ ყველა ის ნასამართლეობა წაეშალა, გაქარწყლდა. ნასამართლეობა აღარ იყო ეს არაფერზე საერთოდ და მოახერხა რომ მივიდა და ჩვეულებრივად დაირეგისტრირა ეს იარაღები. ხო და იმ მინდა რომ მაინც რა ვთქვა იცი რომ იმ ამნისტიის ავტორებიდან ბევრი ახლა აქეთან ნაპირზეა და იბრძვის და რაღაც, მაგრამ ისი თქმა მინდა რომ მის ბრძოლას არ ექნება არასდროს ეფექტი, სანამ არ აღიარებს სიმართლეს. თავისთავთან მაინც რომ აი იმ აქტით ამ ყველაფრის თანამონაწილეა სამწუხაროდ და ეს უნდა აღიარონ თავისთავში. კი ბატონო, მე კი არ ვიძახი აქეთ ხარეს ნუ არიან, მაგრამ აღიარონ ეს უნდა აღიარონ, ჩვენი შეცდომები ვაღიარეთ. და ეს უნდა აღიარონ, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ერთი ფაქტი ხო იყო. იქ რა მასშტაბის ამნისტია იყო. რამდენი მკვლელობა, მარტო მკვლელობა რო ავიღოთ, მოხდა იმ ამნისტიის შედეგად, ხო? ამ ყველაფრის თანამონაწილე ხო არის ეს ხალხი. და როდესაც გლუვი ვეუბნებოდა, გაგებით მოეკიდეთო. ანუ იცოდნენ რომ ეს მოხდებოდა, ესეთი შემთხვევები მოხდებოდა ზუსტად. იმაზე კი არ ვეუბნებოდა, ფეხებზე კიდია გლუვს ახლა იქ რაღაც მოკპარავენ თუ არა. იცოდა რომ მკვლელობებიც მოხდებოდა და მაგაზე ვეუბნებოდა, რომ გაგებით მოეკიდეთო. აი ხა ამ ოჯახს შეიძლება უთხრა რომ რამენერად ამას გაგებით მოეკიდო, მაგრამ ეგ უთხრეს მაშინ. და ყველა წაშტუკრავდა გულს რომ ხო გაგებით უნდა მოეკიდოთ და ეს ჩაიდინეს, ეს სიტყვა უხდება. მაშინ ვინც ამას ხელი მოაწერა ამ ამნისტიას, ეს ჩაიდინეს უბრალოდ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან განგრძობადი და მრავალეპიზოდიანი დანაშაული ძალიან მძიმე. და ეს ფაქტია უბრალოდ, ამას ვერცად ვერ წაუხვალ. ეხლა მაგის მერე კიდე რა მოხდა, ხო? აი რამდენიმე ნაწილი ამ კვლევობაში, რომელიც უჩვენებს რა დღეში ეს სისტემა საერთოდ, ხო? რომ ესე იგი დედამ განაცხარა, ეგ ბოლო იყო, ხო? შუაში ფსიხო, აი და ის ნასამართლეობა აღარ ქონდა, ხო? და დაირეგისტრირა ესე არა. აი ეს ფსიხოს ცნობა ისთვის არსებობს საერთოდ. ანუ აი ლაპარაკი არის იმაზე, რომ ანუ ადამიანზე, რომელსაც დადასტურებული აქვს დიაგნოზი ფსიქიატრიული 2 თუ არ ვცდები რა, ეს ის ხო არ არის, ვარაუდი კი არ არის, დადასტურებული დიაგნოზი აქვს რა. ხო, თავშიც ისროლა, მაგრამ ზოგადად აქვს 2 დაავადება რა, ფსიქიატრიული. ეს მიდის და იღებს იმას ფსიქოს ჩვეულებრივად. აქ იძახიან ხოლმე რომ ის არის, რა ქვია, პერსონალური პრივატული სფეროა ეს ჯანმრთელობა გავიგე, მაგრამ შსს ის ხო არ არის სამაუწყებლო კომპანია რა და არ გულისხმობს რომ ვინმეს უნდა მოუყვენ, მაგრამ თვითონ ხო უნდა შეამოწმონ, რაღაც ბაზა ხო უნდა იყოს ამ ხალხის, რომ იმისთვის კი არა რომ ვინმეს მოუყვენ, რომ ამას ეს ჭირს. არა, უბრალოდ შეამოწმონ, რომ ამას რო ეს ჭირს, ფიქრობს ვერ მიიღებს, ხო? გუნებრივია და ეხა ვიცი რა ჩემი შვილების მეგობრები ეხა იღებენ მართვის მოწმობებს რაღაც არაფერი 5 წუთის ამბავი უბრალოდ ეუბნები რომ ეს ცნობა გინდა არაფერს არ ამოწმებენ და ამ ცნობას გაძლევენ რაღაც გადაიხდი და ეგ არის ხო და აბა რა აზრი აქვს ამ ცნობის არსებობას აი პირდაპირ ამ ფაქტზე ხო ჩანს ხო ისთვისა ხო როგორ შეიძლება ორი ფსიქიატრიული დადასტურებული ანალიზის ადამიანს იარაღი დაურეგისტრირო ეს კიდე მეო ის ბოლო შემთხვევა როდესაც დედამ რომელიც კიდე ცალკე დედა ცალკე ამბავია ეხლა და ცალსახად ცალკე ამბავია. ხო, ამ დედამაც კი, ხო, რომ იმიტომ შეეშინდა რა, იცის ახლა რომ მართლა არის გამკეთებელი, იმიტომ რომ აქ ეს დიაგნოზები, ხო, და დაემუქრა ერთხელ ორჯერ და შეიტანა განცხადება, გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი. და რა ქნეს მე შემაკავებელი ორდერის მოქმედება რომ დასრულდა, ეს იარაღი დაუბრუნეს. ანუ არების უფრო გივი ამ კაცს ხელში ეჭირა იარაღი და ამ იარაღით გავარდა ის კი არა რომ სეიფი გახსნა ან სადღაც იყო დამალული შენახული ხელში ეჭირა ეს იარაღი ხო თან ოღონდ აი თლიანად რო არის ამუვარდნილი ამ რგოლიდან
განყოფილება რაიონული პოლიციის უბნის ინსპექტორი ასე შემდეგ, ანუ ეს ხო ამ ტიპის ისტორია იყო ყოველდღიური და დღეში მრავალჯერად. ერთ დღეში მეზობლები არიან ის ხალხი, ხო და ველაპარაკე ყოველდღამე იყო მის ანუ ამ ბიჭის ოთახიდან გამოდიოდა ყვირი. არა მხოლოდ ანუ ყველა იყო დაზაფრული დედამისის გამო, იმიტომ რომ ეუფლებოდა ეზოში ამ რაღაცა ადგილს უკანონოდა იქ რაღაცებს აშენებდა, პოლიციას იძახებდა. ანუ პოლიცია მიგ ადგილობრივმა პოლიციამ ყველა მიცოდა ამ ოჯახის შესახებ. იმ კაფეს კლიენტებთანაც ყოველდღიურად ჰქონდა კონფლიქტი ფაქტიურად, ხო? ანუ რო ყოფილიყო იქ გარდაუვალი ამბავი იყო ვინმეს მკვლელობა. რო ემუშავა ელემენტარულად იმას, რა ქვია, რაიონულ პოლიციას. იმას მაინც ხო გააკონტროლებდა, რომ აი რო ჩამოართვეს იმ ორდერით ეს იარაღი. შეამოწმებდა რამე შეიცვალა თუ არა, არაფერი არ შეიცვალა და არ დაუბრუნებდა ამ იარაღს, ხო? იმიტომ რომ არავინ არც ნახა და არც შეამოწმა და არც არაფერი, უბრალოდ აიღეს და დაუბრუნეს. რატო? აი ეხლა რაც ვიტყვი, უტრირება არ არის, იმიტომ რომ მთელი ეს ძალა რაიონული პოლიციის და იმის სად არის ამ დროს დაასდევს 300-იან იმებს ბილბორდებს. თუმცა ეს ხო არ არის გადამეტება, ჩვენ ხო ამას ხედავთ ფიზიკურად, ხო? და იმას საერთოდ აღარ აინტერესებს იქ რამის შემოწმება, თორე ესეთი ყბადაღებული ამბავი, ეხლა ეგ ჯერი მხალის ისტორია, ყველა მიცის ხო ამდენი ხანი ის რაღაცა ბუდე სასტუმრო, რომელიც გაფართოვდა და გაფართოვდა, ეს ხალი ვარი კაცარი, ნასით კაცარი, ისიც არის, ესეც არის. მიზეზი რატომ და ნასამართლები იყო იმაზე, რა ქვია, თაღლითობაზე, ეგეც 5ჯერ თუ რაღაცა, ხო? მაგრამ ამის გამო შეკრულია ამათთან, ხო, ეგეც იმ ამნისტიაში ეს ბიჭი რატომ მოხდა? იმიტომ რომ ეს ხალი მაშინ ემსახურა ამ თავისი მთელი ინფრასტრუქტურით ხოცებს, ამ საარჩევნოდ და მოახვედრა ეს შვილი იმაში, ხო? და თავი თვითონ და თავის მოახვედრა და ეს შვილიც მოახვედრა, ხო? ან მთელი ჯაჭვია, აი ამ სიგზე. ეს ზუსტად, ანუ ის რომ არჩევ ეს ხალხი დამანაშაუია, მათ შორის ისინი, ვინც იქ აღარ არიან ეხლა, მაგრამ ეს ამნისტია ესეთ ყველა არ ვიძახით, იმას ვამბობ, რომ დამნაშავეები არიან მაგ კოდორის ოპერაციის ხალხის მკვლელობებში. ამ ყველაფერში ეს ხალხი დამნაშავე მკვლელობებში არიან დამნაშავეები. იმიტომ რომ ამას ხელი მოაწერეს. და ამას აი კიდევ ამბობ, ეს უბრალოდ თავზარდამცემია ხო ამ ბიჭის ამბავი, თორე რამდენია ეგეთი ამბავი ჩვენ რომ ვნახოთ, გავუცდებით, იმიტომ რომ უამარავი არის ეგეთი რაღაც. იგივე ესეთ მკვლელობა იყო, ესეც ანუ ყველა მიცოდა იქ ვინც თქვა რომ აი ამ კაცს რომელიც დადიოდა 100 და 120 კმ/სთ სიჩქარით ქალაქში ყველა მისი ჯარიმა უმრავლესობა იყო სიჩქარეზე ყველა მიცოდა რომ იყო რაღაცა თრობის ქვეშ მუდმივად და ძვლები დაალეწა კიდე ყბის ძვლები დაალეწა პოლიციელს ეს კაცი გამოუშვეს სახლში ისევ ხელშეუხებლობის პირობით რომ არავინ ხელს არ შეახებდა მას პოლიციელებს არ ქონდათ მაგით მოაწერეს იმ დედაშვილს არ გაიტანდა სხვას გაიტანდა ზუსტად როგორც ის თოფი აუცილებლად გაისრო და ის იარაღი აუცილებლად გაისრო და ეს კაციც ვიღაცას აუცილებლად მოკლავდა ჩვენ აი ჩემი მასაც ხო მისიას რაში ვხედავ აი ეგეთ რაღაცებში რომ არ მივცეთ საშუალება განიხილონ ისე როგორც უნდა განიხილონ ერთმანეთისგან განყენებულად ეს არა ეს ერთია ერთის ნაწილი ერთი პრობლემის ნაწილია შენ როცა გამოუწერე ამას პირობითი ხელი მოაწერე ამ დედაშვილის კვლელობას ეგ ეგრეა უბრალოდ ფაქტია რა და ესევე იყო არა როცა რომელიღაცამ დარეკა არაფორმალურად იქ გორის პოლიციის უფროსმა რომ ვინმე არ ვიცი ესეც გასარკვევია და უთხრა პატრულის პოლიციის თანამშრომლებს რომ აი ეს ნომერი და ეს მანქანა არ გააჩეროთ აი ის არის მკვლელობაში თანამონაწილე ეხლა ეს ხო პირველი შემთხვევა ეს ხო ერთი შემთხვევა არ არის ეს ვიღაცა ელის ბარეშვილი გივი არის ჩვეულებრივად ერთ-ერთი ჭანჭიკი აი ესეთი ელის ბარეშვილი არის ყველა სოფელში ქალაქში
ყველგან არის თავ კრიმინალებთან შეზრდილი ბაბულიკები, რომლებმაც ამ ტენდერებით უზარმაზარი ფული იშოვეს და რომლებიც წარმოუდგენლად უხარისხოთ აკეთებენ ყველაფერს, ჩარტყის აქვს, ჩაკრული აქვს დიპლომები, გაყალბებული დიპლომებით აქვს ესენი ტენდერები მოგებული. მაგალითად შევეხები ახლა მაგალითი იყო რუსთაველის ამბავი, ხო? 6 ჯერ ჩავუვარდათ მე მგონი ტენდერი და ბოლოს ვიღაცას დააძალეს და ისე შეტენეს. რატომ? იმიტომ რომ 100 წელი ვისრათ უნდა რუსთაველის კეთება. წავა და იმ 100 ჯერ გადათხრილ, ეხაც გადათხრილ ხაშურში, კიდე გათხრილს რაღაცა იგივე ფულს აიღებს. და აქ ეხა რუსთაველია და პასუხისმგებლობაა, ის რა ჭირათ უნდა რა. წავლენ და იმას აი გადამძღარები არიან, ეხლა პირველ წლებში ამ მოიკლავდნენ თავს ამ რუსთაველზე, მაგრამ გამოტენილები არიან ამ ფულით, ხო ერთი და იგივე ხალხია რა უკვე და მეტი საქმე არა აქვს და კიდე რუსთაველი და იქ მე მართლა რას რაზე შეაერთებენ და რა ჭირში გაგხვევენ კიდე მაგ რუსთაველის დამთავრების თუ ოდესმე დაამთავრეს დროს ელბაქიძეზე რომ გაზის მილს შეუერთეს, წყლის მილი და კიდე ამ პლიტებიდან გადმოვიდა ხალხს წყალი აი ეგეთი რაღაცა ვის უნდა არ უნდა რა წავა გათხრეს იმ რაღაც ფულს იგივეს იღებს აი ერთ ჯერ კიდე საწყის ეტაპზე აღმოაჩინე ეგეთი ლოტი იყო სატენდერო აეროპორტის ტრასის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ანუ ასფალტის დაგებაც კი არ იყო, აი წერეთლის რაღაცა ის რღვალი რაღაც რო დგას, იმ მოედნის გამწვანებაზე აპარაკი და რამდენი ღირდა, იცი? რამდენიც პირველ ჯერზე იყო გამოყოფილი ქუთაისის შემოვლის გზაზე. აი იქ რუსიშუაზე გამსკვდარი ყავ, ხო, ნუ რა უნდა დარგო ეგეთი ეგზიტიკური, აი ნუ დარგავ თქვა 1 მილიონის რაღაცას და 79 მილიონი დაგრჩება. ეგ მაშინ იყო ჯერ კიდე. ქუთაისის შემოვლის გზა მართლა ეგრე ღირდა სიემდივეში, მე კიდე 100 ჯერ დაამატეს და ეგ 2 მილიარდი გადასცენ მე მგონი, მაგრამ აი ეს გადამძღარები ამ ფულით და ყველაფრის უფლებით, ყველაფრის რა. ეს ფულით გადამძღარები ყველაფერს განკარგავენ ადგილზე და პოლიცია დაუყენეს მსახურებად. ანუ ეხლა პოლიციელი რო ვარ მე და რაღაცა იმიტომ ჩავაბარე აკადემიაში, იმიტომ მოვედი რომ ამ სისტემაში რომ რაღაცა აი მოწოდება მაქვს შინაგანი, ხო? რაღაცას მინდა ვემსახურო ქვეყანას, მინდა ვემსახურო კრიმინალის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლო. ერთი რომ კრიმინალს მისვამენ მემაში ოთახში და მეუბნებიან რომ ამასთან ერთად უნდა იმუშაო არჩევნებზე. მეორე რომ მეუბნებიან რომ კაცი რომელიც მაღალი სიჩქარით დადის იმას ვერ გააჩერებ, თორე თუ გააჩერე ის კაცი იქცა. ეს პირველი შემთხვევა კი არ იყო. პირველი იყო. ანუ რამდენი და პოლიციელს მოვყევ კიდევ ჩვენთან რომ ჯერ კიდე ალბათ 2-3 წელი იყვნენ ესენი რომ ქუჩაში რომ ხდებოდნენ პატრულები, პოლიციელები რა პირდაპირ მითხრეს რომ ჩვენ კი ვართო სისტემაში აი საერთოდ გაწეულები ვართო რა ოქროზე მე ხელის მომწერი არ ვარო იმიტომ რომ რამდენჯერაც რაღაცა მოვაწერე ხელი ვიღაცა აღმოჩნდა და ამცემენ ან გამაგდებენ ანუ ამ საერთოდ დამიჭერენ და არ მინდა რა ჩემთვის გევალ კუთხეში ვიღებ ხელბას ველოდები პენსიას всё მეტი არაფერს არ ვაკეთებ აი ზუსტად ესე რამდენი პოლიციელი შემოხვედრე ტაქსის მძღოლად რო დაიწყეს მუშაობა და ზუსტად იგივე ისტორიას მიყვებიან სისტემაში კიდე ვამბობ 1-60% ნორმალური პოლიციელები არიან მაგრამ ისინი არ ეკარებიან არაფერს რა ხო და წარმოიდგინე რომ ესე იგი კრიმინალთან გათანამშრომლებენ ის უნდა დაიცვათ ან ის კრიმინალი უნდა გაყვე როგორც დაცვის ბიჭი ხო ის თავის ყავს და გასკამს ან დაგაფსამს ან რაღაცას იზამ და შენ გე მადლობა ამ ფულის ტომრებს რომლებიც ყველაფერს უფლებას აძლევენ თავს და როგორც წესი მუდმივად თრობის ქვეშ არიან ესენი არ უნდა გააჩერო ვინმე შენს კოლეგას ცემს და ყბების ძვლებს დაუნგრევს პირობითით გამოუშვებენ ზუსტად ისეთივე პრივილეგიებით ეს ხო პირველი არ იყოს ვინც ცემეს ეს გორში აი ეს გახსოვს საკრებულოს ვიღაც თავმჯდომარემ როცემა ასევე პოლიციელი თოფის კონდახით იმას ფეხქვეშ რო გაიგდო იმიტომ რომ ახსენა ვიღაც ქურდი ცუდად 1000-ობით არის ეგეთი შემთხვევა 1000 ხო და ეგ არის რა და ხო და ეს არის ჩაბუდებული ნაღმი რომელიც აი საჭირო დროს აუცილებლად იფეთქებს ისევე როგორც აი კახეთის მაგალითი გავიხსენოთ ოღონდ აბსოლუტურად სხვა კუთხით გავშალოთ ხო ის ინციდენტი კახეთში როდესაც ქორწილის ინციდენტი ხო პირველ რიგში მოდი ანუ ეს არ გვინდა ხა იმისა ძალადობა კარგია თუ გამართლებულია თუ ცუდია ამაზე
ამაზე ლაპარაკი სხვა კუთხით გავიშალოთ. ანდაზა რომ არ მოკლა დედა ეს ცუდია, ეს ვიცით კაცო რა რა თქმა უნდა რომ ქალს რო არ უნდა დაარტყა, ეგეც ვიცით. გასაგებია, მაგრამ თვითონ ის რაც ხდება მეორე მხრიდან ეხლა რა, ეხლა თან აშკარად მაგის მერე იქით ამ ხარესაც ეს ატმაშკა მიცეს რა ამ რუსებს, იმიტომ მომრავლდნენ ეხლა Facebook-ებზე და ემებზე. ორგანიზებულად არიან რა, რომ ილანძღებიან, რა თქინდა ეს საქართველოს. არიან, ნუ გინდა წადიხო რა. მაგრამ ესეთი შემთხვევები ბევრია და მან ყველაზე ცუდი რა არის, რომ ეგეთი შემთხვევები ბევრი იქნება. იმიტომ რომ შუაში არაფერი არ არსებობს, რომ დაიცვას პირადი შეხებისგან ეს ხალხი რა. ესენი ეგეთ ქცევას გააგრძელებენ, იმიტომ რომ სხვანაირი არ იციან უბრალოდ, აი ეგენი არიან რა, პირდაპირ. და როცა შუაში ბუფერი არ არსებობს, ხო იქ უნდა ყოფილიყო ბუფერი რა პირველ რიგში ადმინისტრაცია ხარ, რომელმაც თქვა რომ გადაყავდა, სხვა ნომერში გადაყავდა, გადაგეყვანა, მაშინ რა თუნდა ხო. აი ამ დეტალებში რა გავიგე, მაგრამ აი რაღაცა ის სიძულ რაღაცა მიფეთქარდა. ხო, რაც ამას არ მიუშვებს იქ ბოლომდე რა, იმიტომ რომ იქ მე ვინ ვერ შეიკავებს თავს, ვინაც იზრდება, კაი კი არ არის ცუდია, მაგრამ ხედება და კიდე მოხდება, იმიტომ რომ ისე იქცევიან ტოტალურად მე თვითონ მაგ ეგეთი შემთხვევები ახლა ბავშვები იყვნენ სახლში ჩემთან რაღაცას სახლში შიგნით ღეროდნენ და თურმე იქ მეზობლად ყოველს ვიღაც ჩაბუდებული არ ვიცი ეს ქირაობს და ეს რუსი და რაღაცები შემოთვალა რომ ახლა პატრულს ხო არ გამოუძახო და გაჩუმდნენ თან ნამდვილად არ ესმოდა იმდენ თქვენოთ არის უბრალოდ ახასიათებს რა შენ რო ერთობი ნერვები ეშლებათ და ესა ნუ კი მე უთხარი რომ ხო ეხა თუ ამოვა გადავაგდებ აივნიდან მეთქი რა წავიდეს იმ თავისი არ მოგწონს წადი რა შენი წესები არ იქნება მაგათ რა უნდათ რომ მაგათი წესები იყოს რა მართლა ეგრე უნდათ იმდენ შემთხვევაში მქონდა ეხა ბოლოს ხო ეხა ჩემი ოჯახის წევრებზე რაღაცა რესტორანში იყვნენ ხშირად დადიან და ნორმალური ურთიერთობა აქვს თითქოს ამ მენეჯმენტთან და რაღაცა და იქ ვიღაც ნაშაყავდა რუსი ვიღაცას ალბათ პოლიციელს თუ ვიღაცას იმან თქვა რომ მაწუხებენ რაღაც ბავშვები არიან რა ხმაურობენ კაცო მაშინ წადი კუპეში ან მაშინ წადი ჯანდაბაში ხო რა რესტორანია ბიბლიოთეკა ხო არ არის და ეს მუზეუმი ხო და ოღონდ რა ეგრევე შეიცვალა ეს მენეჯმენტი აი მე იქნება გაჩუმდეთ და არ გაჩუმდეთ გამოიძახა ალგანი ეხლა გავბრაზდი ჩემ წულზე რომ რატო არ ეჩხუბი ბოლომდე იმ რუსებიან ყველაფრიანი მაგრამ ნუ ამიხსნა მე რომ ეს ალგანი ხო ვიცი ვინც არიან ხო ხარებას ნარჩენები ის ვინც ლეწავდა ხალხს იმაში კუჯაში და ხა პატარა ბიჭები იყვნენ მოვარიდე რა და გამოვიყვანე და ხო და შევირჩინე ეს რა სამწუხაროდ იმ ვიღაცა რუსმა ნაშემ გაისწორა მაინც დავის ჩემი შვილი იყო გუშინ იმაში რა ქვია რიგში სალაროზე სპარში და თქვენ ყველა უნდა გაიწიოთ იმიტომ რომ ჩვენ რუსი ტურისტები ვარ და რიგი უნდა დაგვithმოთ ბატონო ხო ნუ ჩაკოლეს ისინი მაგრამ ესე არიან რა ანწყობილები რომ ეხა უნდათ რომ აქ ხო ჩავიბუდეთ ეხა წესები ჩვენი უნდა იყოს რა თქვენ მეორე ხარისხოვანი ტიპები ვარ და აქ ხო რა მოხდა ის მასოვკა რაც იყო თავიდან შემოვიდა იმან ვერ გაძლო რა, იმიტომ რომ ფასები ჩვენი მოგეხსენებოდა ტოკიოს დონეზე ვართ და ამიტომ ამას ვერ ავიდენ და წავიდენ შუა აზიაში იქნება თუ სადღაც. ვინც დარჩეს ფულიანი ტიპები, იმათ თავისი ინფრასტრუქტურა მოიწოს, ბიზნესები მოიწოს, ან ის რესტორნები რაღაც ნახირავები კი არა, მაგათია უკვე, კაფეები, რესტორნები, ბინები, Facebook-ს ვეღარ ხსნი, იმიტომ რომ ყველა განცხადება არის რუსულად და რუსებისთვის. რაღაც დარაგასტოეში კვარტირი ვაკე და რაღაც აშინი და რაღაცა და ამიტომ რისთვის ვამბობთ რომ ეს გახშირდება და ეს რომ გახშირდება ეს საბოლოო რაც გამოიწოს ეხა მოდი თქვათ ესენი უგონოები კი არიან ხუცები მაგრამ სულ რომ ვამბობ აი რაღაცით გზნობენ რა აი შეგინდა კუჭით თუ რა ვიცი რაღაცით ამ სიტუაციებს გზნობენ შეგზნებები განვითარებული აქვს რას მიხვდენ იცი რომ ჩვენც რო გვეგონა რომ აი სუტრიგერი იყო ეს რუსები ხო ყოველთვის მაგრამ ცოტა რომ გაყავდა თითქმის აი გავრილოვის თითქოს და აი რაღაცა ვეღარ არის ამ შემთხვევაში მე ნახეს რომ ეს რელიქტური სახით არსებობს და ძალიან ძლიერად რა იქ რაღაც ისეთი ხალხი გამოჩნდა იმ კახეთში ზიგი დაკეთ რომელიც საერთოდ აფერზე არ რეაგირებდა და უცებ წამოიწია და შედეგი ის იყო რომ
უცებ თათარი ახლად მოწყობილ მიტინგსაც არ მიეკარენ ხო ეს ხოცები და ის კაციც რომელსაც დაიჭერდნენ აუცილებლად გამოუშვეს გირავთ, იმიტომ რომ მიხდნენ რომ ეს შეიძლება სერიოზულად ატრიალდეს რა. ამიტომ არ ვიცი კიდევ ამბობ რა თუ შუალში ბუფერი არ შექმნეს ეს შეტაკებები იქნება უბრალოდ რა, იმიტომ რომ ის ეგრე იქცევა რა და ძნელია მართლა თავის შეკავება ხო არ უნდა ქნა ეგრე რა თქმა უნდა თავის ადგილი უნდა მიუჩინო. მე მართლა ვიძახი რომ აი ვიცნობ მაგათ ნატურას და ყველაფერს და ვიძახი რომ როგორც კი საკადრის პასუხს მიიღებენ მასიურად ისე ამოიძუებენ იმ კუთხს როგორც დაგიბარებია. ეხლა ვართ მართლა სახელმწიფოებრიობის ყველაზე დაბალ ნიშნულზე რაც კი ყოფილვართ. აი ოდნავ ჟუტავს რა. ესე ფიზიკურად ვარ და სარატოვიც არა ვარ რომ ვიცინოდეთ რომ იქ არ გავეღვიძოთ. არა, ურალს იქით ვარ, აი რუსულად რო და ზახალუსწია რა, ჯანდაბაში ვართ. სადაც არის პრახადნოი დორი, ვისაც უნდა შემოდის, გადის, რასაც უნდა იმას აკეთებს. იმედენია ეს შემთხვევა რომ ვეღარც რეაგირებ, ხო, იქ რაღაცა ისე რომ არ მიყვარს იმ ბრძოლებზე, იქ კავკასიელების რაღაც ბატაობა, იქ რაღაცა ეს, ხო, იმიტომ რომ ყველასთვის ყველაფერი მოსულა. მოიშალა და რაღაცა ტერიტორიად იქცა, ხო? ის ირანის ამბავი ჯგრიალით მიდის და ის ელჩი რო ბლატაობს აქ ამდენს, რატო ბლატაობს? თავია და იმიტომ რაც გეუბნება შეგისრულებს, აქაც აგირებს სიტუაციას და ერთვალისტიკურსაც დაგაყოლებს და ეგ არის. იმიტომ რომ აქამდეა მისული და გძელდება ეგ ყველაფერი, ხო? იქ აქა ჩამოშლას რო ვიძახე, ეგ არის ჩამოშლა საერთოდ ვერაფერს ვერ აკონტროლებენ. ხო და პლუს კიდე ეს ჩინური ვექტორი ხო რაღაცა, ნუ აი ჩინეთს ხო რა იყო, რომ იმ ჩინელებს აქ დიდი ნიშნით ხო ინვესტირება რო არ უნდათ, თქო, თუ მეტი როგორ გამოხატონ, არ უნდათ რა, არ აინტერესებთ, იმიტომ რომ ძალიან პატარა ხარ. ფულის გარეცხვაც კი არ უნდათ, იმდენ პატარა ხარ, რომ ნუ რა უნდა გარეცხონ ახლა აქამდენი რა. ამიტომ გვითხრეს რომ ოკეი ხო რახან არის შელი და გინდათ რომ ჩვენ სფეროში ხართ აი ხართ ჩვენზე მომულები აი ეგ არის და დამთავრდა ხო და აი მაქსიმუმ რაღაცა მე-1000 პროვინციის პოლიციის დელეგაცია რო იყო ჩამოსული და მთელი ჩვენი შესაძლო რო გაეგუფე ხო ნუ აი რაღაც ეგეთები შეიძლება იყოს ეს ერთი და მეორე კიდე რა რომ ვინმე მიხეიროს ისევ ამ ხალხის ხარჯზე მაგალითად რუხაძე აი რუხაძე რომელსაც გავახსენდი ახლა და ის ამერიკა აღმოაჩინა რომ ეგო ისაა რა ქვია ბერეზოვსკის და ერთად ბადრის აპლაუზზე იყო მოსული ლონდონში კადრები მოგვივიდაო ეს რამაგარი რაღაცა შედავწილო ბოლო რავი 1 წელია მგონი გიყვეო ყველაფერი თქვენზე იმ კაცმა მომიყვა და რა აღმოაჩინე ახლა ნუ იქ ვიყავი რა მივიყვანე მთხოვა და მივიყვანე მეგობრის საფლავზე რომელიც ჩემტერი იყო მე არ შევსულა არ დამიტირებია ბადრი მანქანაში ველოდებოდი დაიტირა გამოვიდა მაგრამ ახლა რუხაძეს თუ გონია რომ მე მაგისავით ურთიერთობა მქონდა მაგათა როგორც ეგ იყო ფინიათ ბერეზოვსკისთან და იმასთან არა ხო მე აი მანდ რომ მყავდა ჩამოყვანილი მე დაბადების დღეზე მყავდა მიყვანილი ჩემსაძე სადაც ჩემ ძმას მოუყვა ჩემ ძმას ცოცხალს მოუყვა რომ მაშინ ძალიან შეგვაწუხაო ამანო რა ნუ აი ძალიან ერთ-ერთი მე და ვიფიქრეთ რომ მოდი ნუ რა ვქნათ და მოდი რომელიმე ძმა მოუკლათ და იქნებ გაფუჭდესო რა ხო და ესე რომ შეაფასეს დავწინიყო მე ჩემ უმცროს ძმას რომ შენი ხასიათი იყო იმათმაც გაიგეს მეთქი და ზაზა უფრო რბილი ტიპია უფრო და აი ზაღეში უთხრა и потом мы решили убить зазу заза ზეუბნება ზაზა ევთქვარი ზაზა აი ყველაზე ის იქნებოდი დაბნეული გვამი თემსოფლიოში რომ რატო მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ვიურთიერთე იმ კაცთან მაგან მომიყვა თქვენზე ყველაფერი ამიტომ რა ნუ ახლა აღმოჩენებს ნუ აკეთებ თვითონ რუხაძეს რა შეეხება ჩინეთს რატო ემოსქენი რომ ეს კაცი არის პროქსი ჩინური ჩვეულებრივი ამერიკული პასპორტი და ეს უნდა გამოასწოროთ აუცილებლად აი ეხლა რა ქნა ხო აიღო და ეს ბანკი რომელშიც არის ყველაზე მეტი პერსონალური მონაცემი ხო მთელი პენსიონერების და სახელმწიფო სტრუქტურების და ასე შემდეგ. ვის მიყიდა ჩინელებს? აი ხა ჩინელებს რომ მიყიდა. ხო, ჩაუჯდებიან და ყველაფერს აითვისებენ იმ პერსონალურ ემოებს, ხო. ეს მართლა ეს კოლ-ცენტრები საქართველოს მოგონილი კი არ არის.
და საქართველოს მასშტაბის კონცენტრებით მთელ ევროპაზე ესეთ გულაობას ახერხებს. გასაგები არის ჩვენ პენსიონერებს რა ფული აქვთ, მაგრამ რომელიღაც მეათე ხარისხოვანი პატარა კოლცენტრი ჩინური, რომელიც იმათთვის პატარაა ჩვენთვის ზარმაზარი. ჩაუჯდება და აი რაც აქვთ ის წამლის ფული დარჩენილი იმასაც გამოუხრებავს ერთ წამში. ეგრეა ესე რომ აძლევ ჩინელებს ყოველგვარი იმების გათვლების გარეშე, ხო? ეხლა იგივეს ცდილობს რომ ჰუალინგს მიყიდოს ჩინურს ისევ ეს ცემენტის ქარხნები, ხო? და მე რა მოხდება? მე გადავალთ ჩინურ ცემენტზე, მაგას გააჩერებენ, თავისას შემოიტანენ, იმიტომ რომ იაფია აშენებენ, მაგითია რა დაგვენგრევა თავზე, როგორც ჩინელების აშენებული ეს რა ქვია, უღელტეხილის გზა როგორ დაგვენგრა თავზე, ნახეთ, ხო? და მე რა ყველა შენობა უნდა ჩამოგვენგრეს კიდე თავზე და ამას აკეთებს რუხაძე, იმიტომ ფეხებზე არ კიდია დიდონ გაშპება მე სადღაც და იმედი აქვს რომ ამერიკაში და მე აუცილებლად დავაორგანიზებ იმას, რომ ჩვენ მეგობრებს აუხსნათ და ვთხოვოთ, რომ ეს ხარვეზი გამოასწორონ და ეგ ჩამოართონ ეგ მოქალაქეობა, იმიტომ სირცხვილია უბრალოდ ეხლა ამერიკული პასპორტით ეს სლიან ჩინეთს ემსახურებოდეს ადამიანი ნონსენსია, ხო? ამიტომ არის ფორმები, რომელთაც ამის მიხედვა შეიძლება და უნდა მივხედოთ მაგასაც, რა. ახლა გამახსენა თავი არ დავიძარებ. მოკლედ, მოდი ხა ამით მორჩეთ ეს მეოთხე ეპიზოდი. ხო, მე რა მინდა უბრალოდ აი ბოლოში ვთქვა, ნუ ხო სულ ეგრე გამოდის რომ მე ვიძახი რომ ესენი ჩამოშლები არიან, ნუ არ. ხო, მაგრამ რაღაცაში რომ ითარგმნოს ამისათვის როგორც ჩვენ ეძახია მეორე ნაპირას რაღაცა უნდა იყოს რა. პირდაპირ ვეთქვი, აი არ მოვერიდები რა. იმ ინტენსივობის მიტინგებამდე რო ახვიდე ხა რაც იყო, ეყופო ყველაფერს, იმიტომ რომ არანაირი თავი მაგის გამკლავების ეხა არ აქვს. მარტო მიტინგებზეც არ არის. პირველ რიგში არის ძალაზე, რომლის ნდობაც ექნება ჩვეულებრივ ადამიანებს და გარისკავენ. იმდენად ენდობიან ამ ლიდერს თუ ამ ძალას, რომ გარისკავენ, ხო თვითონაც, იმიტომ რომ ნუ ყველა ისე არის რაღაცა დაკავშირებული, ისე ყავთ კონტროლის ქვეშ, ყველა განსაკუთრებით რეგიონებში წინა გადაცემაში მაგაზე ვლაპარაკობდით. წარმოუდგენელია მართლა 1 მეტრიანი შლანგით ყიდულობენ ხმებს და ოღონდ ეგიც კი უკვე მაინც ბევრად განსხვავება არის რამდენი წლის წინ თქვა ქუჩაში ეგრე თუ ვერ აგინებინებდი ეხა აგინებენ იმ რეგიონებში პირდაპირ დგანან და აგინებენ ანუ ეს არ არის განსხვავება არის ხო ეგრე ეშინია ხო რაღაცაში ხო უნდა ითარგმნოს და თუ აქეთ მხარეს არ არის რაღაც გამოკვეთილი ძალა ვერ ითარგმნება და ეხლა ბახტრიონი თქვი, მაგრამ ეს ბახტრიონი შოლოყაშვილი ყავდა და ეხლა შენ როცა თქვი რომ აქეთ ხარეს უნდა დავლაგდეთო, იმის შემდეგ კიდევ უფრო აირია ვიდრე კიდევ უფრო აირია, ფაქტია. ნუ რა ვიცი, ალბათ. ნუ ამიტომ ეხლა მე ვფიქრობ რომ როგორც მინიმუმ კაი აგვისტოა და სექტემბრამდე კიდევ ნახოთ რეები იქნება სექტემბრიდან ალბათ კიდე რაღაცა უფრო უნდა ორგანიზდეს რამენაირი პროცესი. მაგრამ მანამდე სოლიდარობა, აი რაც შეგვილია ყველას რა მე ვთვლი რომ აი ეხაც ამ დაჭერების ფონზე ეხა აქავარ და გიორგი ახუბაძეს სოლიდარობა არ გამოუცხადო არ შეიძლება ხო ნავსუზამენ გიორგის აი მოიხდის მაგას და ეხა იმ ხელაზე ნაჯდომი და ისეთია გადატანილი რა ნამდვილად და ისე იქნება ხო მაგრამ სოლიდარობა აუცილებელია კიდევ ერთხელ ამბობ პერსონალურ დონეზე ძალიან მასიური შეიძლება იყოს ესეთი სოლიდარობა და ეს ძალიან აზიანებს. შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში დიდ მიტინგზე უფრო დააზიანოს რა. და ყველაზე მეტად რაც აზიანებს ეს არის დაცინვა. მე დაორგანიზა ერთი დღე ავიღოთ და რა ვიცი, გინდა Facebook-ში, გინდა გარეთ, გინდა ეს შეკითხვა დავუშვათ კიდე ერთხელ რა, კი თუ არა. თუ ვინ უბრალოდ კი თუ არა დავაწეროთ, მეტი არაფერი, ხო იციან რაზეც არის ლაპარაკი. თვითონ აიტეხეს ეგრო თუ რამე ძიძახი ეგ მაგაცია ყველაფერი. აი სხვას არ განიხილავენ არა ვიცი 300 უი აგინებენ ჩვენებს ხო და ამ ზონდერებს კიდე ერთი მინდა რა მაინც ვთქვა რომ ყველას ხედავთ ლაივ რეჟიმში ყველა ვიცით სახეებითაც სახელებითაც ფულს როგორ იღებთ საიდან იღებთ რა სიპარავთ ვის უპარავთ რაღაცა ეს ყველაფერი ვიცით ამიტომ ახლა გინდა ბრიფინგები აკეთეთ გინდა ეს კი ვიღაცებს ადარბაზოებთან დავხვდებით და არავიშავს გადავიტანთ, მე რაღაც დროს მოვა დრო, როდესაც რო დახვდებით იმ სადარბაზოსთან, ისეთი მოგხვდებათ, რომ მე მეორედ ეგ აღარ მოვიდებათ. მე დაგიჭერენ აუცილებლად. ამიტომ რა ვიცი, არჩევანი თქვენზეა და აღდგომა და ხვალებოდა მიდით. ესე ბოლო კითხვა და კობახიძეს რომ ივანიშვილმა მაინც დაუჭიროს მდინარეზე. მაგის ბედი როგორ იქნება?
როგორ იქნება მარტოობით თუ მოხდება რა ვიცი სახე როგორია ეხლა ხო ხედავთ ყველა რა ეს ორნიროდ განა ამ სახეები ერთმანეთს დასტირიან ფაქტიურად ხო რა არის აი მან როგორ არის კი მესმის რომ წესით უნდა გავრაზდე და რაღაცა მე მაინც უფრო მეცინდება რა აი ამ სახეებით რო დადგენ კიდე აი მეჭირა და ყდებოდი იცით რომ კიდე ისევ მოხსნეს ისევ დანიშნა რაღაც მე რამდენ ხარს უკვე აი მოკლედ ამ ნოტაზე დაგემშვიდობები გივი დიდი მადლობა გამოგვიწერეთ გამოყვებით ჩვენ არ პოდკასტებს ვერსად ვერ ნახავთ